მოგესალმებით მეგობრებო, ქორუმი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გავხსნათ. მე გაგაცნობ დღის წესრიგს. გვაქვს 4 საკითხი. პირველი ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა. შემდეგ გვექნება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონების პროექტის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა და ასევე საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში. ამ ინიციატივაზე მოხსენებელი იქნება ბატონი ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. შემდეგი საკითხი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, დავით მათიკაშვილის და სხვების პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში თავმდევრ ინიციატივებთან ერთად ცვლილებებს გულისხმობს და მეოთხე საკითხი ასევე გვექნება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში გაწეული ანგარიში. ეს არის 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ხათუნა თორთოლაძე იქნება მომხსენებელი. თქო დავამტკიცოთ დღის წესრიგი. კეთილი, მე გთავაზობთ, რომ პირველი გავხსნათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი და ბატონ ალექსანდრეს თხოვოთ, შემდეგ ბატონ დავით მათიკაშვილს ერთი ცვლილება გავაკეთოთ და შემდეგ ვისჯელოთ უკვე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში პირველად არის გაწერილი. კეთილი, ბატონო ალექსანდრე, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ აღნიშნული ინიციატივა. მოგესალმებით, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, პატივცემულ დეპუტატებს. წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცვლილებები შეეხება გარკვეული ქმედებისთვის, რომელიც დღესაც დასჯადია და მინდა გავაკეთო განმარტება, რომ ეს ქმედებები, ასე ვთქვათ, უმრავლესობა დღესაც ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს, თუმცა ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი ანალიზი, შევისწავლეთ ის ფაქტობრივი გარემოები, რაც თითოეულ ამ გადასტომას მიმართებაში არსებობს და ვფიქრობთ, რომ არსებული სანქციები არ უზრუნველყოფს და ვერ უზრუნველყოფს იმ პრევენციულ ეფექტს, რაც უნდა კონდეს ნებისმიერ სანქციას თითოეული სამართალ დარღვევისთვის. პირველ რიგში რა იყო მაპროვოცირებელი ამ ცვლილებების მომზადების და აუცილებლად საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში გზებზე დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებელი სამწუხაროდ კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე 100,000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება ყოველწლიურად გზებზე, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის 2-3 ადამიანი, ხოლო ყველაზე მაღალი არის 7 ადამიანი, რომელიც რუმინეთში ფიქსირდება. საქართველოში კი არის 11 და დამეთანხმებით, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ის ციფრი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვავალდებულებს, რომ მივიღოთ გარკვეული ზომები. ეხლა მაგალითისათვის მოგიყვანთ, რომ გასულ წელს 2024 წელს დაფიქსირდა 7,587 დაშავების მაჩვენებელი გზებზე და 454 ადამიანი გარდაიცვალა ავარიების შედეგად. წლევანდელ წელს უკვე მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6,051 ადამიანია დაშავებული გზებზე და 345 ადამიანი უკვე გარდაიცვალა ავარიების შედეგად. თუ გადავხედავთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, მხოლოდ გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის 9 თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი 627 ერთეულით. ასევე გაზრდილია 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა. ჩვენ გავაანალიზეთ მიზეზები, თუ რა იწვევს ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავებას გზაზე. პირველ რიგში ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, 1,5 მილიონზე მეტი ჯარიმაა დაწერილი გასულ წელს, ესე ვთქვათ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის და საერთო პროცენტულ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, 41,96%-ით არის გაზრდილი, ესე ვთქვათ, საერთო სამართალ დარღვევების ჭრილში სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგინეთ სწორედ ის, ასე ვთქვათ, ცვლილებები, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გზებზე ავარიების და ასე ვთქვათ, საგზაო შემთხვევების პრევენციას და სწორედ იმ სანქციებზე ფოკუსირდით, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს ავარიებს და გარდაცვალებას. პირველ რიგში, ცვლილების თანახმად იძლება
მანევრირებისთვის განათვალისწინებული, ანუ საუბარია, ასე ვთქვათ, არასწორი მანევრირების შემთხვევაში ეს ქმედება დღესაც დასჯადია და არსებობს 50 ლარიანი ჯარიმა და 10 ქულის დაკლებით ისჯება აღნიშნული ქმედება, ჩვენი მიერ წარმოდგენილი ცვლილების თანახმად 100 ლარამდე გაიზრდება ჯარიმა და 20 ქულით შემცირდება ასე ვთქვათ, მართვის მოწმობაზე არსებულ ქულათა რაოდენობა. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ასე ვთქვათ, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეფექტი უნდა ჰქონდეს, ეს არის 15 საათიდან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გაზრდა. დღეს ეს არის 50 ლარიანი ჯარიმა და თუ კითხავთ ადამიანი 10 დღის ვადაში გადაიხდის ამ ჯარიმას, მას 20%-იანი შეღავათი ეკუთვნის და ჯამში გამოდის, რომ შეიძლება ამ ქმედებისთვის მხოლოდ 40 ლარიანი ჯარიმით დაისაჯოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1,5 მილიონი ერთეული ჯარიმა იქნა გასულ წელს გამოწერილი მსგავსი გადაცდომისთვის და 52% არის გაზრდილი ამ ქმედების ჩადენის რაოდენობა, რაც ზუსტად გვავალდებულებს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ამ შემთხვევაში გადაიხედოს სანქციის ოდენობა. მოგეხსენებათ, რომ მოქმედი რედაქციით 40 კმ და ზევით სიჩქარის გადაჭარბება ისჯება 300 ლარიანი ჯარიმით და ეს ძალიან მცირე რაოდენობა არის, თუ შევადარებთ, თქვათ, განსხვავებას ამ ქმედებისთვის და თქვათ 40 კმ და მეტი საათის სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებულ, ასე ვთქვათ, რაოდენობას, ასე ვთქვათ, 10-ჯერ და მეტჯერ აღემატება ჯამში მსგავსი ქმედებები. ასევე იზრდება ჯარიმები მობილური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებისთვის საჭესთან და ღვედის გამოუყენებლობაზე. გარდა ამისა, ჩვენ ცვლილება შეგვაქვს დგომა გაჩერების წესთან მიმართებაში და საზოგადოებისთვის რომ კარგად გასაგებია იყოს, დღეს დიფერენცირებულია ჯარიმა რეგიონებში და დედაქალაქში. რეგიონებში არასწორი პარკირებისთვის არის ჯარიმა გათვალისწინებული 10 ლარის ოდენობით, ხოლო დედაქალაქში 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოგეხსენებათ, რომ ბევრ ქალაქებში, სადაც უკვე სერიოზული პრობლემა არის არასწორი პარკირება და ამ შემთხვევაში პრობლემებს ქმნის არასწორად პარკირებული ავტომობილები, მხოლოდ 10 ლარიანი ჯარიმით ისჯება. ჩვენ გავითვალისწინეთ ის მოცემულობა, რაც შეიძლება იყოს, რომ რეგიონებში ყველგან ერთი სიტუაცია არ იყოს და აქედან გამომდინარე დიდი ქალაქები ავიღეთ, როგორიც არის მაგალითად ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი. ამ მუნიციპალიტეტებში გაიზრდება თბილისის მსგავსად 50 ლარამდე არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა, ასევე საკურორტო ზონები, ალბათ ყველას გინახავთ, მაგალითად ბაკურიაში, გუდაუთში, როგორი რთულია ასე ვთქვათ, ის არასწორი პარკირების შედეგად გამოწვეული საცობები. ასევე შემოდის ახალი სამართალდარღვევა, რომელიც გულისხმობს ბასლაენის სამარშრუტო ასე ვთქვათ, ზოლში საპირისპირო მიმართულებით გადასვა. ამ შემთხვევაში 200 ლარიანი ჯარიმა წესდება. გარდა ამისა, ცალკე ასე ვთქვათ, სამართალდარღვევად გამოდის, აქ დღესაც ისჯება ეს არასწორი პარკირების ნაწილი, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ, კაცრად რო დაისაჯოს, ცალკე სამართალდარღვევად გამოდის ქვეითა გადასასვლელებზე და ასე ვთქვათ, ტროტუარზე ავტომობილის პარკირება. ამ შემთხვევაში დაწესდება 100 ლარიანი ჯარიმა და დაექვემდებარება აღნიშნული ავტომობილი გადაყვანას საჯარიმო ავტოსადგომზე და შესაბამისად ეს მექანიზმი იქნება გამოყენებული. ასევე გარკვეული სახის ასე ვთქვათ, ცვლილებები შედის, როგორიც არის გზის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ასევე გზის ორგანიზებულ გადაკეთებასთან დაკავშირებით, ეს არის კონკრეტული საკითხები, რაც შეიძლება ზოგადად იქნეს გაჟღერებული სავალდებულო კომიტეტის ფარგლებში, თუმცა მე მზად ვარ, რომ თითოეულ საკითხზე ვისაუბროთ. ეხლა ბოლოს და შეჯამების სახით მინდა ერთი საკითხიც დავაზუსტოთ. საზოგადოებაში ჩნდება მუდმივად კითხვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლება მუდმივად ზრდის ჯარიმებს, თუმცა არ იკლებს, ასე ვთქვათ, არც დაშავებულთა რაოდენობა და არ იკლებს არც გარდაცვალებულთა რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს კითხვა ჩვენს გაგვიჩნდა და ამის პასუხი არის სწორედ ციფრებში, რომელსაც თუ ჩავხედავ სტატისტიკას, საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მობილობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და მაგალითად გასულ წლევანდელი წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 1,972,692 ავტომობილი, რაც ჩვენ მოქალაქეებს საკუთრებაში ყავთ და გარდა ამისა, რაც შეეხება ქვეყანაში შემოსულ ავტომობილებს, საზღვარგარეთიდან, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოიყვანეს მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 1,151,953 ავტომობილი. ანუ
ჯამში ქვეყანაში 3,100,000-ზე მეტი ავტომობილის მობილობა გვაქვს, რაც შესაბამისად ზრდის იმის ალბათობას, რომ მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევები. შესაბამისად ის, რომ დღეს თქვათ მინიმუმ გვიჭირავს ჩვენ ის მონაცემები, რაც არის ავარიების და დაშავებულთა რიცხვი და გარდაცვალებულთა რიცხვი, ეს სწორედ იმ ასე ვთქვათ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობასთან ერთად ატარებს და კონკრეტულად მიზნობრივად ხდება კონკრეტული სამართალდარღვევებზე სანქციების გადახედვა და სადაც ხედავთ, რომ ეფექტი დაბალი აქვს სანქციას, ამ შემთხვევაში ხდება იმოდენობამდე გაზრდა, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ სამართალდარღვევა აღარ მოხდეს და მოხდეს ამ ასე ვთქვათ ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. ეს იყო მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიცი რომ ბევრი კითხვები არსებობს და მზად ვართ რომ ამოწურავად ციფრებით და კონკრეტული არგუმენტებით, ასე ვთქვათ, გავცეთ პასუხი კონკრეტულ ცვლილებებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ასე ვთქვათ, სურვილი ნამდვილად არ არის, რომ მოქალაქეებს ჯარიმები დააკისროს. ჩვენი სურვილი არის ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები და როცა ხდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, შესაბამისად ნაკლებია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, რაც თავისთავად პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი მოქალაქეების დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებაზე. დიდი მადლობა. კეთილი, დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე. პირველ რიგში კოლეგებო პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, თუ აქვთ კითხვები ან კომენტარები გვანიშნოს. შემდეგ უკვე დამცველ საზოგადოებასაც მისცემთ ამის შესაძლებლობას. ბატონო ალუდა, გთხოვთ გისმენთ. მოგესალმებით. ბატონო ალექსანდრე, ეს ცვლილებები, რომელიც თქვენ გააჟღერეთ და ასე ვთქვათ, მოკლედ ისაუბრეთ და დეტალურად არის წარმოდგენილი ამ რეგულაციების დამდგენ დოკუმენტებში, მე ვისურვებდი, რომ გარდა ამისა საუბარი იყოს ასევე თუ ჩვენ საუბრობთ ზოგადად და ბუნებრივია ჩვენი სულისკვეთება ყველას დარწმუნებული ვარ არის ის, რომ საგზაო მოძრაობა იყოს მოწესრიგებული და ბუნებრივია მოწესრიგებულობა ქმნის იმის რისკის ნაკლებობას, რომ შემდეგ უკვე ის შემაშფოთებელი სტატისტიკა, რომელიც ამ საგზაო შემთხვევების შედეგად არის, ბუნებრივია ამისთვის ჩვენ გარდა ამ ცვლილებისა ასევე დარწმუნებული ვარ თქვენ ვინც ავტომობილებით გადაადგილდებით, ნათლად დაინახავთ იმ ასე ვთქვათ დისპროპორციას, რომელიც ეხება მაგალითად ჩქაროსნულ ზოლში მოძრავ ავტომობილებს, რომელიც არის გაუგებრად თავხედურად მე ვიტყოდი, როდესაც ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ამას მობილურში იყურება, ვიღაცას ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის, არის შემთხვევები, როდესაც მე თვითონ გადავაადგილდებოდი ასე ვთქვათ, ჩქაროსნულ მაგისტრალზე და სელფს იღებდა ადამიანი მეგობართან ერთად ავტომობილში, რომელიც ჩქაროსნულ ზოლზე დგას. ესე იგი, რაღაცნაირად დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ თითქოს რაღაცნაირად შესატყვისი სიტყვა რომ მოვძებნოთ, თითქოს სირცხვილია, რომ გადახვიდე იმ ზოლში, სადაც შედარებით ნელა მოძრაობს ავტომობილი. აუცილებლად უნდა იმოძრაოს იმ ზოლში, მარცხენა ზოლში, სადაც ჩქაროსნული ზოლი არის, თუნდაც მოძრაობდეს 30-ით, 40-ით, 50-ით, ეს პირდაპირ ქმნის გადაადგილების შეფერხებას. ჩვენ ეს რეგულაცია, ისევე როგორც მთელი მსოფლიოში, ავტოსაგზაო მოძრაობის წესებში დავინტერესდი და ყველგან არის დასჯადი, გულისხმობებას ადმინისტრაციულ ჯარიმას, მაგრამ ჩვენ თუ ვაჟღერებთ იმას და სიგნალს უგზავნით იმ პოტენციურ თეორიულ შესაძლო დარღვევებს, რომ მოწესრიგდება ის და შესაბამისად კონკრეტული სამართალდარღვევისთვის, საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის დაგეკისრება უფრო მეტი ასე ვთქვათ ჯარიმა თუ პასუხისმგებლობა ვიდრე დღეს არის, მე ვფიქრობ, რომ ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელი არის, როგორც ჩანს კანონის ერთ-ერთი და ფუნდამენტური ფუნქცია, რასაც პრევენცია ქვია, ვერასრულებს ის შესაძლო ჯარიმა, რომელიც ამ კუთხით გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს, გაიზარდოს ჯარიმა, არ ვიცი, ეს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, რომ ქულათა რაოდენობას ჩამოაკლეს უფრო მეტად, ჯარიმა გაიზარდოს. აქაც ცხადი არის, არანაირი ასე ვთქვათ, რაიმე ფინანსური ინტერესი ვერც ბუნებრივია ბიუჯეტს ექნება და ვერც მთავრობას, სულისკვეთება არის ის ყველა მოქალაქე.
ყველა როგორც გვიყვარს ხოლმე ხშირად ამ ტერმინის გამოყენება ტარგეტირებული, ანუ მიზნობრივი ჯგუფი, ვინც გადაადგილდება და თქვენ ნახეთ, რომ ისედაც გადატვირთულ ქალაქში განსაკუთრებით კატასტროფა ხდება, მოძრაობს ადამიანი 30-35-ით და უშლის ხელს იმ ავტომობილების ნაკადის გატარებას, რომელიც შესაძლოა რომ უფრო მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდეს. ეს რეგულირებული არის, მაგრამ როგორც ჩანს ამან ვერ იქონია ის შემაკავებელი ეფექტი და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამაზე მოგვიწევს მსჯელობა, რომ უფრო მეტად გამტარუნარიანი გახდება ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ მოაწესრიგებს ხადია ამ მოძრაობას და ამის გამოძახილი არის სხვა შორის ბატონ ალექსანდრე ისიც რომ ჩვენ მოგვიწია კანონში შემოტანა და კანონის დონეზე დარეგულირება იმისა ერთი მხრივ ჩვენ ქართველები მით უმეტეს სირცხვილი არის ის რომ ხედავდით სამედიცინო დაწესებულების მანქანას და გზას არ უთმოვდით. მოგვიწია რეგულირება ამისი, რომ გვეთქვა რომ უბრალოდ სოლიდარობის რომ თავი დავანებოთ იმისა რომ შესაძლოა რომ ადამიანისთვის წუთები გადამწყვეტი იყოს, შესაძლოა რომ მისი მეზობელი, მეგობარი იყოს ამ ავტომობილში და ამისთვის მოგვიწია ჯარიმა. დღეს ხედავთ რომ იგივენაირად ჩქაროსნულ ზოლში მოძრაობს ავტომობილი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად მე მოგიწოდებთ და ვიმსჯელოთ მეგობრებო, კოლეგებო და თქვენ მით უმეტეს განსაკუთრებით რომ ამ კუთხით დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არის გამოსასწორებელი რომ ჯარიმა იქნება თუ ნებისმიერი სხვა სანქციის გაზდა, რომელიც ამ პრევენციას დაასრულებს. დიდი მადლობა. კეთილი ბატონო ვალო და ქალბატონ სოფოს ხო? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია რომ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავია და თქვენ ალბათ ყველანი იცნობთ, ჩვენ გვაქვს სტრატეგია, ესეთი ეროვნული სტრატეგია საგზაო უსაფრთხოების და სხვათა შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს აქვს გაკეთებული შუალედური ანალიზი და აქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო და კარგი რეკომენდაცია. მათ შორის ერთ-ერთი არის უფრო მეტი საინფორმაციო კამპანიის წარმოება არის და ერთ-ერთი არის ასევე, რომელიც ჩემთვის ძალიან მისაღები არის, სადაც არის მითითებული და ასევე ანალიტიკას და ნობილია ეს კვლევაა გაკეთებული, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ ძირითადად ეს იყვნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც მიიღეს მართვის მოწმობა და ერთი წელი იყო მხოლოდ გასული. ანუ ერთი წლის განმავლობაში ახალი მიღებული ჰქონდათ. ანუ ხომ არ ფიქრობთ, რომ იქნებ სანამ ჯარიმეს გავამკაცრებთ, რომელიც ისედაც მკაცრია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არის სულ 230-ია, ხო? საარსებო მინიმუმი ოფიციალურად 20 ლარი არის მინიმალური ხელფასის ზღვარი. ამის გათვალისწინებით არ არის ის ჯარიმები, რაც არის უკვე რაც გვაქვს, არ არის პატარა ხელფასები, არ არის მცირე, საკმარისია ის ჯარიმები იმ სოციალურ ვითარებასთან, რაც გვაქვს. აი ამ მიმართულებით რო გვეფიქრათ, რომ მაგალითად აი მართვის მოწმობის აღებისას დამატებით იყოს ჩასმული რაღაც ისეთი ბარიერები, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემდა და დარწმუნებულიყავით რამდენად არიან ეს ადამიანები მზად იმისთვის, რომ მართავდნენ და მეორე ძალიან ბევრი არის მაინც დარჩენილია, ვიცი რომ ამაზეც მუშაობ და ემატება კონტროლი, ბრმა ადგილები არის, აი მაგალითად მოქალაქე მომწერა გურიიდან, ჩოხატაური ნასაკირალის უღელტეხილზე არ არის კამერა. აი კამდე არის, მაგრამ როცა უკვე ადიხარ უღელტეხილზე არ არის. აი ბრმა ადგილების დაფარვა რომ მოხდეს მეტად და აი ჯარიმის ოდენობაზე მეტად ხომ არ არის პრობლემა კონტროლის აღსრულება. აი მაგალითად ბატონმაც ბრძანა რომ აი რაღაც ტელეფონზე საუბარი რაღაცა. ჩვენ შევხვედრია რიგ შემთხვევაში, როდესაც არღვევენ მოქალაქეები გზაში რაღაც საგზაო წესებს და ამ დროს რეაგირება არ ხდება. მესმის რომ ყველგან პოლიციელი ვერ იქნება, მაგრამ იქნებ ეს კონტროლი უფრო მეტი იყოს და არ დაგჭირდეს ჯარიმების გაზრდა. იქნებ ჯერ ეს პრევენციული რაღაც საგანმანათლებლო, აი ეს რეკომენდაციები რაც მოგცა ასევე სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებულმა შეფასებამ, კვლევამ, იქნებ ჯერ ეს რეკომენდაციები გვეცადა, იმიტომ რომ ხა სახელმწიფო ხო არ არის პირდაპირ სადამსჯელო აპარატი, იქნებ ჯერ ეს გაგვეკეთებინა და ამას ემუშავა და აღარ დამდგარიყო საჭიროება ჯარიმების გაზრდის.
აი ამ მიმართულებით როგორ ხედავთ, აი რა მოსაზრებები გაქვთ და რა თქმა უნდა იცნობთ ამ რეკომენდაციებს იცნობთ და აი ამ მიმართულებით თუ გაქვთ რამე დაგეგმილი ან გაკეთებული. მადლობა. ბოდიში რა ბრძანეთ? დიახ, ვიცი. მადლობა. ქალბატონი გრეტა, გთხოვთ. მოგესალმებით. მართლაც შემაშფოთებელი იყო ის სტატისტიკა, რაც თქვენ მოგვაწოდეთ მსხვერპლთან და გარდაცვლილთან დაკავშირებით. გაზრდილი ჯარიმა თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ მიუხედავად იმისა წინა წელთან დაკავშირებით ეს რაოდენობა გაზრდილია და მე უბრალოდ ესე ვიტყოდი, რომ ეს სიჩქარე ყველას ჯარიმა არ არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, ყველას სახში ელოდება ოჯახის წევრები და ჯობია რომ ნაკლები სიჩქარით წავიდეს და ოჯახში მივიდეს, ვიდრე ესე სწრაფად და ესე ცუდი სტატისტიკა უფრო გაიზარდოს. ჩემი შეკითხვა შეხება იმას, რომ თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ ჭარბი რაოდენობა მანქანების, ანუ გაზრდილია, სადღაც 2 მილიონამდე არის. ხო, ძალიან დიდი არის მანქანების რაოდენობა, რომელიც ყოველთვის მიგრირებს, ხო? ანუ რეგიონებში დადიან, ქალაქში ჩამოდიან და დედაქალაქში განსაკუთრებით ყველა ამას გრძნობს. ასევე არის არაქართული ნომრით მანქანები, რომლებიც მოძრაობენ. საზოგადოებას რო გაუზიაროთ ინფორმაცია, ეს გაზრდილი ჯარიმები, რო თუ დაარღვია აღნიშნულმა მანქანამ, სად მიეწოდება, ალბათ უფრო საზღვარზე, მაგრამ კარგი იქნება ვინაიდან ჩვენს კომიტეტს უყურებს საზოგადოება, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, სად მიეწოდება ეს ჯარიმები და ამ მიმართულებით როგორ მუშაობთ. მადლობა. ბატონი მეძასტო. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ წარმოდგენილი პაკეტისთვის, რომელიც ბუნებრივია ორიენტირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად დაიცვას ავტოსაგზაო წესები მძღოლებმა, მაგრამ მინდა აქვე დავადასტურო, რომ მხარს დაუჭერა ამ წარმოდგენილ ცვლილებებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასაკმარისი იქნება იმისთვის, რა მიზნებიც გვაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ის ძალიან ტრაგიკული სტატისტიკა, რაც არის ახლა, რაც თქვენ წარმოადგენთ, ვფიქრობ, რომ არა მარტო საინფორმაციო პოლიტიკით, რომელსაც ვეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისა, რომ მძღოლები მეტად გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს და ასევე ჯარიმების ნაწილიც ერთგვარად ეს ორი კომპონენტი ისეთია, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება მოუწეს ის შედეგი რა შედეგიც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი მაგალითად ავიღოთ მაგალითისთვის მძღოლი, რომელსაც კალენდარული წლის მანძილზე აქვს დაახლოებით 15-20 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმა და შესაბამისად ეს ჯარიმების უმეტესობა მოდის მთავარ მაგისტრალზე. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში 10 კალენდარული დღის ვადაში 20%-იანი შეღავათით სარგებლობენ და იხდიან ამ ჯარიმებს და ჩვენ საჭესთან მაინც გვჩება ის ადამიანები, რომელსაც კალენდარული წლის მანძილზე აქვს ათეულობით სამართალდარღვევის ჯარიმა, რომელიც ძირითადად ჩადენილია ცენტრალურ მაგისტრალზე. რაიმე ტიპის ახალი კომპონენტი ხო არ შემოვიტანოთ, სადაც რაღაც ზღვარს დავაწესებთ, რომ კალენდარული წლის მანძილზე თქვა 15, 20, არ ვიცი, ამაზე უკვე ანალიტიკის სამსახურმა უნდა იმსჯელოს და შესაბამისად ჩვენი განჯის-საგანი შემდგომ გახდება, რომ რაღაც ზღვარს რომ მიუახლოვდება მძღოლი, შესაბამისად რაღაც შეეზღუდოს მართვის მოწმობით სარგებლობა ან ქულაზე ავსახოთ ეს ყველაფერი. დიდი მადლობა. კეთილი მეცნიერება ამ მცირე კომენტარი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ამ საკითხის საუბარი ჩვენ ნამდვილად არ დაგვიწყია პირიქით ამ წლების განმავლობაში, თუნდაც რაც მე პარლამენტის წევრი ვარ, არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რამაც გაზარდა უსაფრთხოების სტანდარტი გზებზე და ქალბატონი ეკა ნამდვილად დამცირდა და მეთანხმება ამაში. უბრალოდ ეს არის საკითხი, რომელსაც მუდმივი ყურადღება ჭირდება, მუდმივი ანალიზი ჭირდება და მუდმივად ჭირდება პროპორციული რეაგირება. და ეს არ არის ის საკითხი, რომელშიც დღეს მიღწეული შედეგი ხვალ შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ეს არის მუდმივი პროცესი, ამიტომ ჩვენი ვალდებულება არის, რომ დროთა განმავლობაში თანმიმდევრულად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საგზაო მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენი მოქალაქეებისათვის და ამაღლებს პირველ რიგში პასუხისმგებლობას მათ შორის იმ ადამიანების, ვინც საგზაო წესების მონაწილეები არიან. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სანქციები, ჯარიმები უნდა იყოს პირველ რიგში პროპორციული
იმ შედეგთან გამომდინარე, რასაც ეს სამართალდარღვევა დებს. და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ სწორედაც ის ჯარიმები, რაც გვაქვს, განსაკუთრებით ეს ეხება სიჩქარის გადაჭარბებას, ნამდვილად არ არის პროპორციული. და შედეგები გაცილებით უფრო მძიმეა ამ შემთხვევაში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას ნამდვილად უნდა მივყეთ პროპორციული პრინციპისგან გამომდინარე და ეს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით, ისაც არის წარმოდგენილი ინიციატივაში, ნამდვილად სწორი არის და მეც მივესალმები, ვინაიდან მე თვითონ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საგზაო წესების დაცვა და როდესაც საგზაო წესებს არ იცავ, შემდეგ ამას შედეგები მოხვება აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული საკითხი იყო, არის და იქნება. ამიტომ ამაზე ჩვენ მუდმივად თანამშრომლობთ და ვფიქრობ, რომ ეს გაზრდილ სტატისტიკასთან მიმართებაში განსაკუთრებით და ფაქტი არის, რომ სიჩქარის გადაჭარბება რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სამართალდარღვევად, რომელსაც აგერ საგზაო წესების დარღვევის თითქმის ნახევარი მოდის აი ამ სამართალდარღვევაზე და რა თქმა უნდა აქ იმაზე აპელირება, რომ ვიღაცა შეიძლება რაღაც თქვა შესაბამისი შემოსავალი არ ქონდეს, ნამდვილად არანაირი არგუმენტი არ არის, შემოსავალი არ აქვს, მაშინ ერთი ავტომობილი და შემდეგ უკვე მოძრაობის წესების დარღვევით ესეთი ადამიანი ხდება პოტენციური კვლელი შეიძლება ითქვას, აქედან გამომდინარე, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც უნდა მივიღოთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბატონ მინისტრ კეკაგელაძეს, პირველ მოადგილეს ბატონ რონიმეს, ბატონ სანდრო დარახველიძეს და თითოეულ თანამშრომელს უთხრა მადლობა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აწარმოებს და თითოეული განეიტრალებული ნარკორეალიზატორი ნიშნავს ათეულობით გადარჩენილ ახალგაზრდა სიცოცხლის. აქედან გამომდინარე, ეს მიმართულება ნამდვილად არის და იმსახურებს ჩვენგან მადლობას, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის ამავდროულად და სასურველი არის, სასაკვირველია, რომ აი ამ მიმართულებითაც ესეთი პრიორიტეტული იყოს ჩვენი მუშაობა და დღევანდელი კომიტეტის ხდომაც ამას მიუთითებს ზუსტად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ასევე საგზაო უსაფრთხოების დაცვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამას მუდმივად აანალიზებს, მუდმივად და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ გადაწყვეტილებებს არ გვთავაზობს გარკვეული ანალიზის, გარკვეული სტატისტიკაზე დაფუძნებული კვლევების გააზრების გარეშე, რაც ბატონმა ალექსანდრემ თავის გამოსვლაშიც განაცხადა. ხალბატონ ეკას სურს როგორც ვიცი ასევე კომენტარის გაკეთება და მე უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ პასუხებზე. ერთ სიტყვით კიდე ბატონო ალექსანდრე, ახლა ჩვენი კომიტეტი განიხილავს ამ ინიციატივას პირველი და ერთი მოსმენით, როგორც სავალდებულო კომიტეტი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გვაქვს გარკვეული შენიშვნა მოსაზრებები, რომელსაც წერილობითი ხასიათით გაგიზიარებთ. ხალბატონო. დიდი მადლობა ბატონო რატი, დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრეს და სამინისტროს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა წინ წამოწია და განვაახლეთ პარლამენტში ამაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ნამდვილად 14%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა ოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. საგზაო შემთხვევები 9%-ით და დაზიანებულები 11%-ით, ან ნამდვილად რაღაც უნდა ვიღონოთ, ასე ვერ გაგრძელდება. მე მექნებოდა შეკითხვა და რა თქმა უნდა მისასალმებელია ცვლილებები, თუმცა აქაც ძალიან მოსაზომია ქალბატონმა ბრძანა ეკონომიკის სამინისტრო და რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია რასაკვირველია მუდმივად გავზარდოთ ჯარიმები სხვადასხვა დარღვევებზე და ნამდვილად სიჩქარის გადაჭარბება და არასწორი მანევრირება არის წამყვანი ესეთი დარღვევები, რომლებიც იწვევს ლეტალობას, მაგრამ ეს უნდა იყოს რასაკვირველია პროპორციული და ადეკვატური. მუდმივად ვერ გავზრდით ჯარიმებს, ამიტომ აქ შეკითხვა არის ადმინისტრირების ნაწილთან, რადგან 50 ლარიანი ჯარიმაც არ არის, მოდით გულწრფელად ვთქვათ, მცირე და ის ქულები რაც აქამდე იყო მინიჭებული, მაგრამ ის სურათი რაც იყო, მაგალითად ქულათა სისტემა როგორ მუშაობს საპატრულო პოლიციის ადმინისტრირების პირობებში, იმიტომ რომ 2017 წელს შემოვიდა ჩვენ ვიცით ეს სისტემა და საკმაოდ დრო გავიდა იმისთვის, რომ ამის
შეფასება გაგვეკეთებინა, ხომ არ არის დრო ქულათა სისტემის აღსრულება უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მოხდეს, რაც თავიდან აგვარიდებდა ამ გაუგებრობას, რომ ის ესეთი სამიზნე აუდიტორია, ვის გამოც ჩვენ შეიძლება გავზარდოთ ჯარიმები და ქულები, რეალურად აღსრულების პირობებში უკეთეს შედეგს მოგცემდა. ეს ერთი მოსაზრება და კითხვა თქვენთან. ასევე დამატებითი კანონ პროექტები ხო არ არის საჭირო რომ შევიმუშაოთ, იმიტომ რომ თქვენ იცით 25 ბავშვი დაიღუპა ამ წლის განმავლობაში 9 თვის პერიოდში მიმდინარე წელს, აქედან ქვეითებიც იყვნენ და რა თქმა უნდა მგზავრებიც. ვიცით რომ მგზავრობის დროს ბავშვები არ არიან დაცულები, რადგან საბავშვო სამგზავრო სავარძლები არ არის ჩვენთან კანონით მოთხოვნილი და მეორე მხრივ ცნობიერებაც ჯერ არ არის საზოგადოებაში, რომ ყველამ თავისი შვილი სამგზავრო სავარძლით უზრუნველყო ამგზავროს, მოდით ასე ვთქვათ. ასევე უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედები. ხომ არ დადგა დრო, რომ და თქვენ მოგეხსენებათ რა ვითარებაც არის და ხომ არ არის დრო, რომ ამაზეც ვიმსჯელოთ და ახალი ინიციატივებიც გაჟღერდეს, ვთქვათ, ამ მიმართულებით. ისევე როგორც ჩვენ ვიცით, რომ დაშვებულ სიჩქარეზე გვაქვს დამატებით ტოლერანტული ზღვარი, ეს არის 15 კმ/სთ, რაც საკმაოდ მაღალი არის პრაქტიკულად თუ ქალაქის გზებს გავითვალისწინებთ. სასკოლო ზონების ნაწილის ადმინისტრირება და რეგულირება. ბევრი რასაკვირველია ყველაფერს ვერ ჩამოთვლის, მაგრამ მივდივარ იქეთ, რომ არა მხოლოდ არსებული კანონის ფარგლებში ჯარიმების და სანქციების ზრდა, არამედ აღსრულების გაძლიერება, მეორეს მხრივ ახალი კანონების შემოტანა, რომელიც ასევე მოემსახურება უსაფრთხოების ამაღლებას და მთლიანი ერთიანი მიდგომა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა ჩვენ ვიცით და აქ არის დიდი წვლილი არა მხოლოდ კანონის აღსრულების ნაწილში, არამედ ინფრასტრუქტურის მიმართულებით იქნება ის ცნობიერების ნაწილში და იმას, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ და ვთქვათ განხილვა ხდება ამ საკანონმდებლო პაკეტის, პარალელურად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ძალიან დაეხმარება იმისთვის, რომ რასაც თქვენ აქ გადაწყვეტთ და მიიღებთ გადაწყვეტილებას ხალხისთვის, ხალხმა ეს მიიღოს და დაფუძნდეს ნდობა, იმიტომ თქვენ გააჟღერეთ თქვენს გამოსვლაში, რომ ეს არ ხდება ბიუჯეტის შესავსება და შეიძლება ასე აღიქმებოდეს საზოგადოებაში. მაგრამ მე როგორც მოქალაქე თქვენ რომ მომაწოდებთ ინფორმაციას თუ რატო კეთდება ეს, რატო უნდა შევიკრა ღვედი, რატო უნდა ვამგზავრო ბავშვის სავარძლით და ასე შემდეგ, სულ სხვა ნდობას გააჩენს იგივე სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. ამიტომ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ეს არ არის ფუფუნება, ეს არის თანმდევი ღონისძიებები და ზომები, რომელიც როგორც წესი ამ ცვლილებებს უნდა მიყვებოდეს და საერთაშორისო გამოცდილება ამას გვეუბნება. დიდი მადლობა. კეთილი კითხვები და მოსაზრებები დასრულებულია. ბატონო ალექსანდრე, გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა. როდესაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით კანონური პროექტი გამოგვაქვს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინტერესო მოსაზრებები და კითხვები არის ხოლმე და რა თქმა უნდა ეს ემსახურება პროცესის გაჯანსაღებას, ასე ვთქვათ, იმ საკითხების უფრო სხვა სპექტრიდან დანახვას, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერ ხედავდეთ და პირიქით მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო მოსაზრებებისთვის და კითხვებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი უწყების და ერთი, ვთქვათ, კონკრეტული მიმართულების საკითხი, ეს არის მთლიანი საზოგადოების პრობლემა და რომელსაც რა თქმა უნდა ბევრი ადამიანის სიცოცხლე ჯანმრთელობა ეწირება, ბევრი გაუბედურებული ოჯახი გვინახავს, შესაბამისად აქ არ არსებობს ეს ჩემი შენი, ეს არის საერთო საქმე და რა თქმა უნდა თითოეულმა ჩვენთაგან უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ამდენი ადამიანი არ კვდებოდეს გზებზე. ხა სტატისტიკას უყურებდი 2020 წლიდან მოყოლებული, ანუ 450, 459, 430 ადამიანი, ანუ ეს ხალხი გზებზე დაიღუპა. აღარ ვამბობ დაშავებულებზე, რომელსაც შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ძალიან მნიშვნელოვანი დაღი დაყვება, მაგალითად, რა ვიცი, 6000, 7000 ადამიანი არის ყოველწლიურად საშუალოდ მაჩვენებელი. შესაბამისად, აქ რა თქმა უნდა ჩვენ ბევრი კომპონენტი იწვევს ამ ყველაფერს და ბევრი საკითხის ერთობლივი ანალიზი ჭირდება და რა თქმა უნდა ერთი კონკრეტულ კანონში ცვლილება ვერასოდეს ვერ გადააზღვრებს ამ რისკებს. თუმცა რა თქმა უნდა გეგმაზომიერად უნდა მივყვეთ საზოგადოებაშიც დამეთანხმებით რომ იყო წლების მანძილზე განცდა რომ
საგზაო მოძრაობის წესები არსებობს ქაღალდზე და ყველას აქვს იმის უფლება, რაც მას უნდა. Რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის სწორი და ამას ყველანი ხედავთ, თუნდაც აი მარტივი საკითხი დიახ, მამაზე მეტყველებს უბრალოდ კაბატონკრეტად დაგეთანხმებით, მაგალითად ის რომ ნასვამი არ უნდა დაჭდეს საჭესთან, ეს კარგახანი დაჭირდა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს რომ თითოეულ მძღოლამდე მieყვანა და დღეს ხედავთ რომ არასდროს ან ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებს და პირიქით შეიცვალა, ასე ვთქვათ, განწყობები საზოგადოებაში და არა ვართ დამოკიდებული იმაზე რომ მაინც და მაინც პოლიცია აღმოაჩენს თუ არ აღმოაჩენს ადამიანებში დამკვიდრდა ეს კულტურა და შესაბამისად ასე უნდა დამკვიდრდეს კულტურა იმ წესების დაცვის რაც განსაზღვრულია იმიტომ რომ ეს წესების დაცვა სწორედ გვაზღვევს ჩვენ იმ უბედური შემთხვევებისგან რაც ხდება ხოლმე. ეხლა სათითაოდ გავყვები მინიშნა ყველა შეკითხვა ბატონი ალუდას კითხვით დავიწყებთ ეს არის ჩქაროსნულ ზოლში მოძრაობის შეფერხება ეს დაჯად იქმედება დღესაც და იცით რომ შესაბამისად ჯარიმაც არის გათვალისწინებული თუ კი ეს არ არის ეფექტური რა თქმა უნდა ბატონ რატი თუ კი იქნება თქვენი კომიტეტის რეკომენდაცია შემდგომი განხილვების დროს ჩვენ სამი მოსმენა გვაქვს წინ და ვიფიქროთ ამ საკითხზე შესაბამისად ჩვენ ახლა როგორც ყველაზე მწვავე სამართალდამცავები გამოვყავით და იმაზე გავაკეთეთ ფოკუსირება შესაბამისად თუ კი თქვა თქვენგან იქნება ეს რეკომენდაცია ვიფიქროთ ამ საკითხზე რაც შეეხება შემდეგ შეკითხვას, რაც ეხება კონკრეტულ სტრატეგიას და მიმართულებებს, რეკომენდაციებს, მე მინდა გავატონსო რომ წარმატებები გისურვოთ პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, ძალიან სასიამოვნო როცა ოპოზიციის მხრიდანაც ისმის შეკითხვები, რა თქმა უნდა, ეს არ არის კონკრეტული ერთი უწყების საქმე, რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული ადამიანის საქმე. რაც შეეხება ეროვნულ სტრატეგიას, ჩვენ თანათავმჯდომარეები ვართ ამ კომისიაში და მუდმივად ვართ ჩართულები და ბუნებრივია მუშაობთ ერთობლივად. ბევრი რეკომენდაცია გვაქვს და მსჯელობთ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ რეკომენდაციებს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ფინანსური ეფექტებიც მოქალაქეებზე, მაგალითად, ახლა გაბატონი ეკაც საუბრობდა რომ თუნდაც მაგალითად ეწოდებულ ქარსიტების თემას, ანუ ბავშვებისთვის სპეციალური სავარძლების თემა, რა თქმა უნდა, როდესაც ამას სავალდებულოს გახდი, ეს თითოეულ მოქალაქის ფინანსურ საკითხსაც აისახება და მათ მოუწევთ სავალდებულოდ შეძენა ბავშვის სავარძლების, ხო, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს სტანდარტი პირველ რიგში, რა ტიპის უნდა იყოს ეს სავარძელი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამას დამატებითი ეფექტიც აქვს და ეს საკითხიც გასაანალიზებელია. ასე რომ ჩვენ ერთობლივად ვსჯელობთ და ის რეკომენდაციები რაც გაიცემა, რა თქმა უნდა, საერთო შრომის შედეგი არის. ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ასე ვთქვათ, ერთ წელზე ნაკლები აქვს, ერთ წელზე ადრე აქვს აღებული მართვის მოწობა, მათთვის უფრო მეტი შეზღუდვებია და უფრო მარტივად ხდება ამ ადამიანებისთვის მართვის უფლების შეზღუდვა, ვიდრე ვთქვათ, იმ ადამიანებსაც ერთი წელი და მეტი აქვს და ეს კანონში ჩადებული არის. ასევე თქვენი კითხეთ კონკრეტული მისამართი დაასახელეთ, დიახ, ეს არის ჯოხატაური დასაკირალის გზა და კამერა არის და ბრმა ადგილები. ბრმა ადგილებს კანონმა თავისი სახელის დაარქვა, ეს არის ეგრეთ წოდებული შავი წერტილები. კი ბატონო, ჩვენ სპეციალურად ამისთვის ანალიტიკურ დეპარტამენტში შევქმნით განყოფილება, რომელიც ყველა საგზაო შემთხვევების ანალიზს აკეთებს და სპეციალური პროგრამაც არსებობს ამისთვის და კანონის, ესე ვთქვათ, სტანდარტის შესაბამისად ხდება შავი წერტილების გამოკვეთა, სტანდარტის არის დადგენილი, რამდენი ორი ადამიანის გარდაცვალება უნდა იყოს დაფიქსირებული და თუ არ ვცდები 3 თუ 4 დაშავების მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ დაახლოებით უკვე 7 შავი წერტილი გვაქვს გამოვლენილი, 21 პრობლემური მონაკვეთი და ეს მიმართულებები შესაბამის მუნიციპალიტეტებს და საგზაო დეპარტამენტს გაუზიარეთ. ჯამში, ესე ვთქვათ, ეს საკითხები უნდა მოწესრიგდეს და სავარაუდოდ აქ უკვე მე ჩაირთვება კონკრეტული გადაწყვეტები, რა შეიძლება გაკეთდეს, ასე რომ ამ საკითხზე, ესე ვთქვათ, კანონის დონეზეც მოწესრიგებულია, პრაქტიკის დონეზეც მოწესრიგებული გვაქვს, რომ ანალიზს ვაკეთებთ და შესაბამისად უზიარებთ იმ შეიძლება იყოს განათების პრობლემა, გზის პრობლემა, მოხვევის, ესე ვთქვათ, მანევრისთვის იყოს გარკვეული შემთხვევები, კამერა არ იყოს მაგალითად და ხდებოდეს დარღვევა და ასე შემდეგ. ასე რომ ამ საკითხზე მუშაობთ და რა თქმა უნდა შეგვიძლია თუ კი თქვენ საპარლამენტო მანდატის ფარგლებში გამოითხოვთ ინფორმაცია, შეგვიძლია რომ გაგიზიაროთ დამატებით, რაც საინტერესო იქნება თქვენთან მიმართებაში, თქვენ შემთხვევაში. გარდა ამისა, ახსულების ნაწილზე დასვით კითხვა და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს არის თავარი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ერთია კანონი დაიწეროს, მაგრამ მეორე უნდა მიყვეს ახსულება.
ეხლა რაოდენობაში რო შევხედოთ, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 7000-ზე მეტი კამერა გვაქვს ქვეყნის მასშტაბით განთავსებული და ყოველწლიურად ხდება გაზრდა, არის ნაწილი კამერების ზოგადი ხედვის, ნაწილი არის ეგრეთ წოდებული სექციული კამერები და შარშან თუ არ ვცდები, დაახლოებით 5 მილიონ ერთეულზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იდენტიფიცირება მოხდა სწორედ აი ამ ვიდეომეთვალყურების საშუალებით. შესაბამისად ის რომ არ ხდება აღსრულება აქ მე მგონი კითხვა არ ჩანს, იმიტომ არ უნდა ისმოდეს. რა თქმა უნდა ჩვენც მეტი გვინდა, მე ადგილზე გვჭირდება კამერები, რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია ლოჯისტიკურ საკითხებთან, ინტერნეტ უზრუნველყოფასთან, დამატებით კამერების შესყიდვასთან და ამაზე გვაქვს ჩვენ სტრატეგია და გეგმა და მუშაობთ აქტიურად რომ მაქსიმალურად ყველა ის საგზაო მონაკვეთი, სადაც არსებობს რისკები, რომ საგზაო მოძრაობის წესები დაირღვეს, იქნეს აღრიცხვა, ესე ვთქვათ, დაკამერებული და შემდგომ მოხდეს აღრიცხვა თითოეული სამართალდარღვევის. მაგრამ არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც უკვე ჯარიმა თავის, ესე ვთქვათ, ეფექტს ვეღარ ახდენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1.5 მილიონი ჯარიმის დაწერა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ეს გვაძლევს იმის, ასე ვთქვათ, საფუძველს, რომ გადავხედოთ სანქციას, იქიდან გამომდინარე, რომ აი აქ არის ერთი საინტერესო საკითხი, წეღანაც აღვნიშნე, რომ 15-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება ისჯება 50 ლარიანი ჯარიმით და აქ გვაქვს 1,500,000-ზე მეტი ერთეული ჯარიმა და 40 კმ და ზევით გადაჭარბება ისჯება 300 ლარიანი ჯარიმით, სადაც 150-200,000 ერთეული ჯარიმა გვაქვს. ანუ სადაც მაღალია ჯარიმა, ამ შემთხვევაში ნაკლებია დარღვევები, სადაც დაბალია ჯარიმა, იქ მეტია. ანუ აქ მე მგონი ლოგიკა გვაქვს. ავარიებში პირველ ადგილზეა. ავარიებში, გარდაცვალების და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება არის პირველ ადგილზე. 10-დან 40-მდე? სიჩქარის გადაჭარბება ზოგადად. დიახ, ანუ ზოგადად ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ უკვე მომხდარი ავარიის შემდეგ და იქ ხდება გაანალიზება, რამ გამოიწვია ავარია და ერთ-ერთი პირველი არის სიჩქარის გადაჭარბება და მანევრების წესის დარღვევა. ეს არის 10-მდე სიჩქარე? ანუ ეს ჩაშლა აღარ კეთდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მომხდარი ავარია არის. ეხლა შემდეგი საკითხი ქაბატონი გრეტას კითხვა იყო მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებით და უცხოურ ნომრებთან მიმართებაში და მადლობა ამ კითხვისთვის. თქვენ გახსოვთ წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ გავასწორეთ კანონში ეს საკითხი, ძალიან დიდი პრობლემა იყო უცხოურ ნომრიანი მანქანების და ჯარიმების აღსრულების ნაწილი. და დღეს მექანიზმი მუშაობს შემდეგი სახით. საზღვრის კვეთის დროს ხდება, ასე ვთქვათ, ავტომობილის მართვაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა და მისი საკომუნიკაციო საშუალების შეყვანა პროგრამაში. ნებისმიერი სამართალდარღვევა, რასაც ის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდენს, ბარდება მას საზღვრის კვეთის დროს და სანამდე არ გადაიხდის ამ ჯარიმებს, იგი საქართველოში ვეღარ შემოვა. და ეს სანქციები, ეს ჯარიმები ყველა გამოქვეყნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ნებისმიერ ადამიანს კონკრეტული ნომრით შეუძლია მოძებნოს, სად დაარღვია ამ ადამიანმა, რა სამართალდარღვევა ჩაიდინა, რამდენი ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასე რომ ფაქტიურად არ გრჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უცხო სანობრივ ნიშნით ჩადენილი, რომელსაც არ ხდება იდენტიფიცირება და შესაბამისი პირის დაჯარიმება. ასე რომ ეს საკითხი ფაქტიურად მოხსნილია და შემიძლია ამაში დაგარწმუნოთ. ბატონი იმედა ნიკურაძის კითხვა იყო საუბარი იმაზე იყო, რომ ხომ არ ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, ვინც 15-20 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩადის და ასევე ამ საკითხზე იყო ქულების მის საკითხზე იყო საუბარი. აი აქ აგვაქვს ესეთი გამოწვევა, რაც ზოგადად სამართლის პრინციპებთან მიმართებაში რომ არ მოვიდეთ წინააღმდეგობაში. დღეს მოგეხსენებათ, რომ ვიდეო ჯარიმის დროს დაჯარიმება ხდება ავტომობილის მესაკუთრის. შესაბამისად ავტომობილის მესაკუთრე შეიძლება არ მართავდეს მანქანას და მართავდეს სხვა ადამიანი, მაგრამ ჯარიმა მისდის მესაკუთრეს. თუ კი თქვა ჩვენ ქულებს შემოვიღებთ მესაკუთრეზე, ამ შემთხვევაში არის იმის მაღალი ალბათობა, რომ ავტომობილების რეალური მესაკუთრეები სხვა ადამიანები იყვნენ და რეალურად სხვა ფლობდეს ამ ავტომობილს. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გადაფორმდეს ეს მანქანები ისეთ ადამიანებზე, ვისაც საერთოდ არ აქვს მართვის მოწვევა, შესაბამისად ეს ქულები გახდება, ასე ვთქვათ, ქაღალდზე დაიწერება და ვერ აღვასრულებთ. ამიტომ ეს გვაფერხებს ჩვენ ეს ნაწილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ავტომობილი ვის ეკუთვნის, იქიდან როგორც დანაშაულის გამოძიების კუთხით, ასევე სხვადასხვა საქმიანობის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ეს ნაწილი ბევრჯერ იქნა დასმული საკითხი და ჩვენ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ ხელი არ შეუწყოთ, ასე ვთქვათ, ავტომობილების გადაფორმებას იმ ადამიანებზე, ვისაც არ აქვს მართვის მოწვევა. ამიტომ და ეფექტს ვერ მივიღებთ. ანუ ეს რისკი არსებობს აქ.
თუმცა რა თქმა უნდა გეთანხმებით, როდესაც ადამიანი ესე ვთქვათ, გზავრობის დროს მაგალითად დასავლეთის მიმართულებით 20-30 ჯარიმას აგროვებს სიჩქარის გადაჭარბებისთვის, გამეთანხმებით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც პოტენციურად კვლელია და შეიძლება ესეთი ქმედება, ესე ვთქვათ, ჩაიდინოს, რომელიც ყველას დაგვაზიანებს. მაგრამ აქ რაღაც სხვა მექანიზმი არის მოსაფიქრებელი. ბატონ რატი, მადლობა იმ ესე ვთქვათ საქებარი სიტყვებისთვის, რომელიც ჩვენი სამინისტროს მიმართულებით იქნა გამოთქმული და რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ და ის ციფრები, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ასე ვთქვათ ქვეყნდება, ნამდვილად შთამბეჭდავია, როგორც ამოღებული ნარკოტიკის, ასევე დაკავებული ნარკორეალიზატორების კუთხით და გამოვლენილი ნარკოდანაშაულის კუთხით და აქაც დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობები ნარკოდანაშაულის ბრძოლის წინააღმდეგ. რაც შეეხება იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, თქვენ შენიშვნებს ყურადღებით გავეცნობით და უკვე შემდგომი განხილვების დროს გავითვალისწინებთ. და ქაბატონეკას კითხვები დამჩა, აქ საუბარი იყო პროპორციულობაზე და ადეკვატურობაზე. სწორედ ამიტომ პარლამენტში ჩვენ წარმოადგენთ ჩვენი პროექტი, რა თქმა უნდა, თუ კი თქვა თქვენი მოსაზრება, რომ რომელიმე ჯარიმა არის არაადეკვატური, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ის, რომ არა ჯარიმების ამოღება, რომელიც საერთოდ არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში და მინდა კიდევ ერთხელ გავმარტო, რომ არც ერთი ამოღებული ჯარიმა არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში, ეს მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და მერე ნაწილდება ყველა იმ ადამიანზე, ვისაც რა, ასე ვთქვათ, მართებს შესაბამისად ჩვენ აქ არანაირი ინტერესი არ გვაქვს, ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები და არ მოხდეს ავარიები. ასევე ქარსიტებზე ვისაუბრეთ 15 საათიან გადაჭარბებაზე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ანუ ის ტოლერანტობის 15 კმ/სთ და ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ, იმიტომ რომ ეს კიდევ გაზდის, ასე ვთქვათ, სამართალდარღვევების რაოდენობას თუ კი კიდე შევამცირებ და უსაზრება არის 15 საათიანი ჩამოვიდეს 10 საათიან ტოლერანტობაზე, რა თქმა უნდა, აქაც ეს ბუნებრივია შეამცირებს ავარიებს, თუმცა აქ ჯარიმების რაოდენობა გაიზრდება სავარაუდოდ და ამაზე დამატებით სამჟელო არის. ახსულების ნაწილში კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ფაქტიურად ყველა მექანიზმი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ეფექტური იყოს ახსულება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის კუთხით შავწერტილებზე ვისაუბრე და მუშაობთ შესაბამის უწყებებთან და ცნობიერების ამაღლებას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ჩვენ არაერთი პროექტი გქონია და ასე ვთქვათ, ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი უამრავ ღონისძიებას ატარებს საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ასევე შევდივართ სკოლებში, ვესაუბრებით ბავშვებს, ეხლაც გვაქვს არაერთი კამპანია მიმდინარე, გარდა ამისა არაერთი ვიდეო რგოლი ვრცელდება, ასე რომ თქვენც თუ დაგვეხმარებით ამ ნაწილში, ბუნებრივია ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი სამინისტროს საქმე, ეს არის საერთო საქმე, რომელსაც ყველამ უნდა ასე ვთქვათ დავუჭიროთ ხარი. დიდი მადლობა, თუ რაიმე გამოჩა, დიდი სიამოვნებით. კეთილი, დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ აღნიშნული საკითხის განხილვაში. დასასრულისთვის ვიტყვი მე ასევე, რომ რა თქმა უნდა, თუ იქნება რაიმე დამატებითი ინიციატივები, შემოთავაზებები, ჩვენი კომიტეტი ყოველთვის ღია არის მსგავსი ინიციატივებისთვის, პირადად მეც ყოველთვის მზად ვარ, ასე რომ შეგიძლიათ მოგმართოთ და განვიხილოთ უკვე სამუშაო პროცესში. ეს საკითხი შეგვიძლია როგორც განხილვად მივიჩნიოთ და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. შემდეგი საკითხი ჩვენ გვაქვს უკვე საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. ბატონი დავით მათიკაშვილი არის მოხსენებელი, განვიხილავთ ასევე პირველი მოსმენით, როგორც სავალდებულო კომიტეტი. ბატონო დავით, გთხოვთ. მოგესალმებით ბატონ თავმჯდომარე, მივესალმები კომიტეტის წევრებს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს საზოგადოებას, რომელიც გვიწყერს მედიის საშუალებით. წარმოგიდგენთ კანონპროექტების პაკეტს, რომელიც შედგება საქართველოს საარჩევნო კოდექსისგან, შედგება რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისგან, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონშრომების შეტანის შესახებ კანონპროექტისგან და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტისგან. თავიდანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც არის 2011 წელს მიღებული, ამ კოდექსში წლების განმავლობაში მეგობრებო დაახლოებით 100-მდე ცვლილება არის შესული.
დღევანდელი გადასახედით გამოწვევების იმ შესაბამისი ემპირიული გამოცდილების შედეგად, რომელიც დააგროვდა ამ თვალსაზრისით, მოგეხსენებათ 2011 წლიდან დღემდე ჩატარდა გარკვეული რაოდენობის არჩევნები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე პრეზიდენტის, ასევე საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შესაბამისი თქვათ დამატებითი პრაქტიკა და გამოცდილება მოგცა არჩევნებთან დაკავშირებული მოცემულობის, ამიტომაც დღეს ბუნებრივია დადგა საკითხი იმის, რომ ამ კოდექსში დაიხვეწოს ცალკეული ნორმები, მოხდეს ერთგვაროვანი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ერთ სივრცეში, ერთ სიბრტყეში გაერთიანება, მაგალითად არის გარდამავალდებულებები, რომელშიც არის კონკრეტული ქცევის წესი, მხოლოდ კონკრეტულ თარიღამდე გათვალისწინებული და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მათი მუდმივ წესად განსაზღვრა და არის ასევე პრინციპული საკითხები, რომელიც ეხება არჩევნებს, ეხება ხმის მიცემის საკითხს ტერიტორიის მიხედვით, ასევე რომელზედაც მე წარმოგიდგენთ ეხლა შესაბამის პრინციპების დონეზე შესაბამის საკითხებს განსახილველად. კერძოდ, კანონპროექტით სუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გამართვის ოთხით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ზუსტდება ფოტო-ვიდეო გადაღების წესი, კერძოდ კანონპროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღება არ გულისხმობს აუდიო მონიტორინგს. დგინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას განკარგულება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე. კერძოდ, საჩივრის განუხილველად დატოვება დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის კაფეოდ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობასთან, შესაბამისად მიზანშეწონილია საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება განხორციელდეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. არჩევნების სათანადოდ ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოების და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები. საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება. ამჟამად მოქმედი რედაქცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მიერ შიდა უწყებრივ საკითხებთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც არსებულ პრაქტიკასთან არის შეუსაბამო. პროექტის თანახმად გათვალისწინებულია სწორედ აღნიშნული შეუსაბამობის აღმოფხვრა. საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები სრულიად დაკომპლექტებისა და პოტენციური კადრების მოძიების პროცესის სახალისების მიზნით იცვლება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. საოლქო საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება ერთ თავში. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება ერთ თავში. ამასთან სუსტდება შემაჯამებელ ოლქში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ წილში მითითების პროცედურა. კერძოდ, დგინდება, რომ მიღებული ხმების პროცენტული წილი საბოლოო შედეგის შემაჯამებელ ოლქში აისახება დამრგვალების გარეშე მთელი რიცხვის მარჯვნივ არაუმეტეს 5 ციფრის მითითებით. იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის დანიშვნის ნორმა, რომლის შედეგად ნასამართლეობის არქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა. მოქმედი რედაქციის თანახმად ნასამართლები პირი შესაძლოა აირჩეს დაინიშნოს საოლქო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა. საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალა დაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. ამჟამად არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, რომლის რეგისტრაციაც ძალა დაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან
რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითების გარეშე, მოქმედებს 2026 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებს საკითხის მოწესრიგებას ამ თარიღის შემდგომაც. ანუ ეს წესი დღესაც მოქმედია, მაგრამ არის გარდამავალდებულებებში და მუდმივად მისი ამოქმედების ცვლილება, შესახებ საკითხის ცვლილება შედის კანონ პროექტში. საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის წესი. ამჟამად ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის წესი მოქმედებს 2026 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული წესის თანახმად ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე აირჩიოს მისთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე შეშემა პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს საკითხის მოწესრიგებას 2026 წლის 1 იანვრის შემდეგაც, ანუ იგივე წესით, რაც მოქმედებდა დღეს და რაც არის დღესდღეობით, ჯერჯერობით მხოლოდ გარდამავალდებულებებში აღნიშნული. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის დაწესებული მოთხოვნები ერთიანდება ერთ მუხლში. ამასთან დგინდება რეგისტრაციის ერთგვაროვანი ვადები, კერძოდ ადგილობრივი დამკვირვებლების, მედიის თუ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა, რაც ხელს შეუწყობს რეგისტრაციის პროცედურების ერთგვაროვან წარმართვას. კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები, კერძოდ კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას. კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით დგინდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეცჯგუფად ფორმირების საფუძვლები, კერძოდ თუ საარჩევნო უბნის გახსნისას კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები აღმოჩნდა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ჩაითვლება სპეცჯგუფად გარდაქმნილად და სპეცჯგუფს უფლება მიენიჭება ჩაატაროს კენჭისყრა, ხოლო სპეცჯგუფის ქვორუმად განისაზღვრება არსებული შემადგენლობის უმრავლესობა. დამატებით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტინები გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას. კერძოდ, პროექტის თანახმად, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტინები შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად დალუქულ მდგომარეობაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა თუ გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტინების რაოდენობა არ ემთხვევა გადასატანის საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, გადასატანის საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში, სხვა შემთხვევაში, როდესაც გადასატანის საარჩევნო ყუთის გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის პროცედურა საჭიროებს საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის დამატებით შემოწმებას. იცვლება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის დანიშვნის ვადები. მოქმედი რედაქციის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა დანიშვნა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-9 დღისა. პროექტის თანახმად აღნიშნულ უბნებზე არჩევა დანიშვნა განხორციელდება კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა სპეციალური სიის ფორმირებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებიდან და ამომრჩეველთა ინფორმირების საშუალებების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ბარათების მეშვეობით ამორჩეულთა ინფორმირება აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, შესაბამისად საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ამორჩეულთა ბარათების დარიგების ვალდებულება, რაც ხშირ შემთხვევაში უფრო დაბნევის ინსპირაციასაც იძლეოდა ამის პრაქტიკული მაგალითები მეც მაქვს ჩემი თვალით ნანახი. იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამორჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვით სლად გესაუბროთ. იყო აბსოლუტურად ტყუილზე და დეზინფორმაციაზე აგებული კამპანია, მცდელობა ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებისა თითქოს აღნიშნული ცვლილებით ერთმევად საარჩევნო უფლება ჩვენს არარეზიდენტ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ეს არის ეს მტკნარი სიცრუე, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, საარჩევნო უფლება რჩება ძალაში, როგორც პასიური ასევე აქტიური საარჩევნო უფლება. უბრალოდ კანონმდებელი ამ შემთხვევაში ადგენს სპეციალურ
სპეციალურ წესს, რომელიც ეს აპრობირებული ცალკეულ დემოკრატიულ ქვეყნებში, იქნება ეს ირლანდია, იქნება მალტა, იქნება ისრაელი, იქნება სომხეთი, რომლის შესაბამისადაც საპარლამენტო არჩევნები ტარდება ქვეყნის საზღვრებს ფარგლებს შიგნით, ანუ იმ ქვეყანაში, რომელიც ატარებს არჩევნებს. აქ ჩვენ უნდა ვთქვათ შემდეგი რამ. საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესის დასრულების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრაქტიკულად ეს არის ის ძირითადი არჩევნები, რომელიც აყალიბებს ყველა სახელისუფლებო რგოლს, გარდა გასაგებია თვითმმართველობის არჩევნებისა, სწორედ ამ რესურსის პოლიტიკური და ნდობითი რესურსის გამოყენებით ხდება მთავრობის ადმინდრობის გამოცხადება და მთავრობის ჩამოყალიბება, შემდეგ უკვე პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს, ანუ მთელი აღმასრულებელი ხაზის მოდის სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, ამიტომაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ყველა თანამოქალაქის მიერ გააზრებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იქნება საარჩევნო ყუთთან და რომელზედაც არ იქნება არც პირდაპირ და არც ირიბის ზეწოლა, რაც ბუნებრივია, ძალიან ბუნებრივად ხდება, როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფება ესა თუ ის ადამიანი და როდესაც საკუთარ სამშობლოსთან იქ არსებულ პოლიტიკურ მდგენელთან გაქვს შედარებით აქტიური ურთიერთობა, რაც ქმნის საფუძველს გააზრებული, გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად. ამაზე არის არაერთი კონკრეტული წიაღსვლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არის სტრასბურგის უფლებათა დაცვის, უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე საინტერესოა გერმანელი მეცნიერების და გერმანული კანონმდებლობის ხედვა, სადაც ასევე არგუმენტად გამყარებულია ის საკითხი, რომ მხოლოდ კომუნიკაცია, მარტივი კომუნიკაცია არ ქმნის საფუძველს გააზრებული გადაწყვეტილებისთვის მოქალაქის მიმართებით და მას სჭირდება კიდევ დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს გაზიარებული. შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციურ დანაწესებიდან და კონსტიტუციური ვალდებულებიდან, ამიტომაც საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს უფლება უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით აუცილებელია, რომ არჩევანი განხორციელდეს თავისუფალ გარემოში, არასათანადო ზეწოლის გარეშე. ხსენებულის უზრუნველყოფა კი შეიძლება მოიცავდეს მრავალ კომპლექსურ საკითხს, მათ შორის არჩევნების სათანადოდ ორგანიზებას, ორგანიზაციის პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართვას, დაკვირვების ხელმისაწვდომობას, პოლიტიკური პარტიებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის სათანადოდ წარმატვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას და ასე შემდეგ. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება ნომერი 2/5. თავის მხრივ ამორჩეველთა გარკვეული ნაწილის მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების არასათანადო გარემოში განხორციელება არსებით გავლენას ახდენს ზოგადად არჩევნების პროცესზე, მის სამართლიანობაზე და შესაბამისად შესაძლოა ასევე გამოიწვიოს სხვა ამორჩეველთა უფლების დარღვევაც კი. უბნის გახსნასთან ერთად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უბანზე არჩევნების სათანადო ორგანიზება და მოქალაქეთა მიერ არჩევნების თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. ამრიგად აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელშეშლის პრევენციას. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გაწყვეტილებაში არის აღნიშნული, ეს არის გაწყვეტილება სიტაროპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ, არც ერთი შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებები, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია და ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია, არც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების მიერ მათი ინტერპრეტაცია არ ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ დროებით ან მუდმივად გასული პირების საარჩევნო უფლებები მოქმედებს ისეთ ფარგლებში, რომ შესაბამის სახელმწიფოს მოეთხოვოს ამ უფლებათა საზღვარგარეთ სარგებლობის უზრუნველყოფა. ანუ ჩვენი სახელმწიფო საზღვარგარეთ
გარეთ იმ სახელმწიფოს ვერ მოსთხოვს უზრუნველყოფას იმ პირობებში ჩაატარონ არჩევნები, რაც არის გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით, იმიტომ რომ არც ერთი მსგავსი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანო და არც კონვენცია ამის ვალდებულებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სხვა სახელმწიფოში ყოფი ამომრჩევლები იმყოფებიან უცხო ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ და ეფექტურად ვერ ხორციელდება მათი ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა, მიზანშეწონილია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართოს. მსგავსი მოწესრიგების შედეგად ამომრჩეველს, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მისივე რეგისტრაციის და ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით. შეჯამებისთვის ამ საკითხზე ვიტყვით დამატებით ერთს, რომ კიდევ სპეკულაციები, რომელიც იყო გამოწვეული ამ საკითხთან მიმართებით, ამას წერტილი დაესვას. რეალური ეფექტი საზოგადოებრივ ყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისა არჩევნებზე არის 1.5%, იმიტომ რომ 94,000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან სულ 16 თუ 35,000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან უცხოეთში, მხოლოდ 34,000-მა მიიღო რეალურად არჩევნებში მონაწილეობა, რაც საერთო გავლენა არჩევნების მთლიან შედეგზე არის 1.5%. ეს ამას ვამბობ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციას, თითქოს ეს ცვლილება არის გამოწვეული რაღაც გარკვეული შიშებიდან, თითქოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გადაწყვეტილებები გვაშინებს და ამიტომ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საკუთარ სამშობლოში მოახდინონ საარჩევნო უფლების რეალიზაცია. ეს არის ტყუილი და ეს სტატისტიკაც ამას აჩვენებს, მაგრამ აქ ხომ ჩვენ რაოდენობაზე არ აქვს საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ემიგრანტი თანამოქალაქის მიერ ამ უფლების გააზრებულად განხორციელება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. და 4 წელიწადში ერთხელ ჩვენ ასევე ჩვენთვის არის ძალიან კარგად გასაგები, რომ ამ უფლების რეალიზება გარკვეულ ხარჯებთან, გარკვეულ მომზადებასთან, გარკვეულ წუხილებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ერთ რაღაცას, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ საქართველოს პარლამენტის გარეთ არარეზიდენტებს 4 წელიწადში ერთხელ, ეს ერთი და მეორე, იმდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის ერთი დღე, როდესაც თავიდან ბოლომდე ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება და ხელისუფლება და ამიტომ ამ უფლების განხორციელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი ბოლომდე გააზრება და რეალიზება. შესაბამისად, გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალბათ ის ინსპირაცია, რაც სახელმწიფომ ამ პროექტით გაითვალისწინა და რაღაც გარკვეული მინიმალური კავშირის ურთიერთობის უზრუნველყოფა ამ კანონის დანაწესიდანაც, კანონპროექტის დანაწესიდანაც გააკეთა, არის რა თქმა უნდა პოზიტიური, რომ 4 წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა, უფლების ჭრილში, იმიტომ რომ ეს ვალდებულება არ არის, მოახდინონ და ჩვენმა არარეზიდენტმა მოქალაქეებმა მოინახულონ სამშობლო, აქ ნახონ დგენელი პოლიტიკური, რეალურად შეიგრძნონ დამოუკიდებლად იმისა, რა პოლარიზებულ გარემოში რა საინფორმაციო წყაროებსაც ეხტნობიან ისინი ამ პოლიტიკური გათვითცნობიერებულობისთვის და შემდგომ ისე მიიღონ გადაწყვეტილება. აი ეს ეხება თავიდან ბოლომდე იმ საკითხს, რომელიც ქვეყნის ფარგლებს შიგნით არეგულირებს უკვე გადაწყვეტილების მიღებას. კიდევ არის ამდენიმე საკითხი და მალე დავასრულებ ბატონო თავმჯდომარე. საარჩევნო დავების მარეგულირებები ნორმები ერთიანდება ერთ თავში, მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები, წარსადგენი აღარ იქნება საარიცხო ბარათი. ამჟამად კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული 2 დოკუმენტი, კერძოდ სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი შეავსებს მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას, სადაც ასევე თანხმობასთან ერთად აღენიშნება ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნების შესახებ ინფორმაცია. იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ესეც მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც იქნება პროექტით გათვალისწინებული, რომ მხოლოდ იმ პარტიის წევრის წარდგენის უფლება ექნება პარტიას, რომელიც იმ მომენტში წარმოადგენს პარტიის კონკრეტულ წევრს და ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს უპარტიო კანდიდატს, სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში. და ბოლოს ზუსტდება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადა. მოქმედი რედაქციით საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს მიერ მოიწვევა არჩევნების საბოლოო შედეგის შეჯამებიდან
წლიდან 30 დღის ვადაში, ხოლო პროექტის მიხედვით მის პირველი სხდომა მოწვევა გათვალისწინებულია საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში. ეს არის პრინციპების დონეზე ის საკითხები, რომელიც გვექნება ჩვენ განსახილველი ბატონ თავმჯდომარე. კეთილი, დიდი მადლობა ბატონო დავით, ესე დეტალურად წარმოდგენილი პროექტისათვის, როგორც დარბაზში ხედავ კითხვები და მოსაზრებები, ბატონო სოფო გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ, ვინც ეს წარმოადგენთ ეს კანონ პროექტი. რახან პრინციპებზე ვსაუბრობთ, რახან ვლაპარაკობთ იმ კომიტეტში, სადაც ადამიანის უფლებების მთავარი განსაზღვრელი პოლიტიკის როგორი უნდა იყოს საქართველოში, ჩვენ ვართ აი ამ კომიტეტის წევრები, ამ პასუხისგებლობას ვერც ერთი ვერ გავექცევით, ცხადია. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ უფლება, რომელიც კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, იყოს განხორციელებადი, იყოს დაცული მაქსიმალურად. თქვენ ახლა საუბრობდით ბევრი ისეთი საინტერესო რამე თქვით, წინააღმდეგობრივი, როცა თქვენ საუბრობდით მაგალითად ინფორმირებულ არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით და თითქოს იქ მყოფ მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს რაღაცა პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ არიან და შეუძლიათ რაღაც მხოლოდ ერთი ტელევიზიის რაღაცა ამბავი მოწოდებული ინფორმაცია მოისმინონ და უშუალოდ სხვა ტელევიზიით ვერ გაიგებენ, ან რატომღაც ჩათვალეთ, რომ იმ ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს არ შეუძლიათ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიიღონ ინფორმაცია ვერ გავიგეთ. თან აქვე თქვით, რომ ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ ინფორმაციის მიღება პრობლემა არ არისო. ეს არგუმენტი ბოლომდე ვერ გავიგე, რას გულისხმობდით, აქ თუ შეუძლია, იქ თუ არ შეუძლია ეს. და ზოგადად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაზე თუ საუბრობთ, ჩვენ ქვეყანაშიც ჭირს ეს და კარგი იქნება თუ ამას კანონ პროექტში გავასწორებთ. მაგრამ ამას მე წარმოგიდგენთ. ერთი აი მაჟორიტარებზე თქვით, უბრალოდ თქვენ თქვით, რომ პარტიის წევრი უნდა იყოს აუცილებლად სიაში. პარლამენტზე კიდე გავიგებდი, იმიტომ რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პარტიული პოლიტიკის განვითარების მომხრეები, მაგრამ აი მაჟორიტარების შემთხვევაში, როდესაც თვითმმართველობებზეა საუბარი, თქვენ თავად გაზარდეთ მაჟორიტარების რიცხვი, მაჟორიტარების რაოდენობა გაიზარდა და მაშინ ესე იყო, რომ უფრო მეტად იყოს დამოუკიდებელი მაჟორიტარობა და უფრო მეტად აქტიურები და ანგარიშვარდებულები ხალხთანო, ესე იყო მაშინ ეს ახსნილი. მე მაგალითად პარტიას რატომ მიკრძალავთ, რომ ასევე აქტიურ მოქალაქეს, რომელიც რეგიონში ცხოვრობს, ჩემი პარტიული ინფრასტრუქტურა დავახმაროთ, ჩემი პარტიული სიით იყოს წარდგენილი, მე ვიღებ ამ პასუხისგებლობას, წარმოვადგენ იმ ადამიანს, ჩემი ინფრასტრუქტურას დავახმარ, რომ იქ მაგალითად დავეხმარო რეგიონში აქტიურ, განათლებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარ რაღაც ქალაქს, უბანს მოუვაროს, რატომ მიკრძალავთ მე პარტიას ამ შესაძლებლობას? რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ განვითარებული და დამოუკიდებელი თვითმმართველობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი და მგონია, რომ ამ შემთხვევაში მე პარტიას ასეთი აკრძალვა არ უნდა დამიწესოთ. მაგრამ ეხლა კიდევ ერთი თქვენ ირლანდიის მაგალითიც მოიყვანეთ, ალბათ ირლანდიის მაგალითი მე რომ მოგიყვანოთ მაგალითად სასამართლოს მდგომარეობა, ან რომ მოგიყვანოთ ირლანდიის მაგალითი დემოკრატიის ინდექსი როგორია, თქვენ მეტყვით რომ რა მნიშვნელობა აქვს გარეთ როგორ არის ჩვენ უკეთ ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთო და ემიგრანტებზე მინდოდა კიდევ ერთი კითხვა. თქვენ თქვით რომ ერთი ამბავი, თქვენ თქვით რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს, წესს ასე ვადგენთ, ხო? და ზოგადად საზღვრებს შიგნით. აი, როდესაც საუბრობთ აი ძალიან მარტივ რაღაცაზე ვლაპარაკობ და თქვენ გინდათ რომ ეს ადამიანები საელჩოები, ჩვენი წარმომადგენლები, კაი, საელჩო ითვლება ხო საქართველოს ტერიტორიად იქ. მაგრამ საელჩოები, ჩვენი წარმომადგენლები, სტუდენტები, ის ადამიანები, ვინც ლეგალურად არის, აი უცებ რომ წარმოვიდგინოთ, ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა იყიდოს ბილეთი და წამოვიდეს. ციფრებით რომ დავითვალოთ, აი ციფრები ხო არის ეს საზღვრის გამტარუნარიანობა, ეს რაღაც აეროპორტები, ეს ყველაფერი დაახლოებით 2 თვე დასჭირდება ამ ადამიანების ჩამოსვლას და მე 2 თვე უკან წასვლას. ტელეპორტაციის უნარი ახლა ჩვენ ხო ფუტურისტულ ფილმებში ან წიგნებში არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში. ტელეპორტაციის უნარი ამ ადამიანებს ხო არ აქვთ, ხო? ამ უნდა იმგზავრონ. ეს ტექნიკურად ხო განუხორციელებელია.
როგორ გაქვთ ეს წარმოდგენილი? პრაქტიკულად ხომ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ვართმევთ ამ უფლებას, რომ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს მომავალი განსაზღვრონ. რომელი სამშობლოს განვითარებაში, ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ ეს ადამიანები. თან ამბობთ, რომ არ აქვს გავლენა მათ აზრს პოლიტიკაზე, ამასაც ხო ამბობთ, თან ამბობთ, რომ არ არიან საკმარისად ინფორმირებულები. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოქალაქეებს შეიძლება მე არ ვიყო კარგად ინფორმირებული, ბატონ დავით, მაგრამ მე არჩევანის უფლება მაქვს. შეიძლება საერთოდ არც ერთ ტელევიზორს არ უყურებდი, აი ეგერ თბილისში ვცხოვრობ და საერთოდ არ ვიცოდე, საერთოდ არაფერი არ ვიცოდე, ვინ ხარ თქვენ, ვინ არის ხურგუანი, ვინ რომელი პარტია, მაგრამ მე უფლება არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, იმის მიუხედავად მაქვს ვარ ინფორმირებული თუ არა. აი ეს ამიტომ ეს არგუმენტი, რომელიც თქვენ მოყავთ, არ რელევანტურია სრულად. შესაბამისად ამას ჩვენ მხარს ვერ დაუჭერთ და დანარჩენი რაც მოსაზრებები კიდევ არის ბევრი რაღაც საკითხი, უბრალოდ მინდა გირჩიოთ, არ ვიცი გითხრათ ეს მომეცით უფლება გითხრათ, რომ კანონებს როცა მივიღოთ ისე შეიძლება თქვენ არ იყოთ ცოტა ხანში როცა მოვა ეს დრო ხელისუფლებაში და იყოთ ოპოზიციაში. კანონები თქვენ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს მე ხო დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებები იცვლება, შევიცვლება ხელისუფლებაც. ერთჩვენიერ დღეს თქვენს მიერ მიღებული კანონები, რომელიც ზღუდავს ოპოზიციას, განსხვავებულ აზრს და მთელ ძალაუფლებას მართულ ძალას აძლევს, იმ დროს როცა თქვენ არ იქნებით მართველი ძალა, თქვენი შემზღუდველი იქნება, ესეც გაითვალისწინეთ. მადლობა ბოდიში. კითხვები თუ არის, თქო ბატონო დავით, მე მეც იქნება პატარა კომენტარი. კი ბატონო. კარგით, მადლობა კითხვისთვის. დავიწყოთ იმით, რომ და ბოლოს შევეჩაჯამებს გავაკეთებ. დავიწყოთ იმით, რომ პროპაგანდა მე ნამდვილად არ მიგულისხმია ის, რაც უცხოეთში ან საქართველოში მასმედიის თვალსაზრისით ხდება, მე ვიგულისხმა შემდეგი რამ. და ეს არ არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი, სხვათა შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ასევე გერმანული სამართლებრივი მიდგომა ავტონომიას სწორედ ამას გულისხმობს და ამ ხაზზე გადის, რომ ინფორმირებულობა გადაწყვეტილების მიღებისა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი იმ საკონსტიტუციო უფლების განხორციელებაზე, რასაც ქვია საარჩევნო უფლების რეალიზება და ამაზე კონკრეტული ჩანაწერებია გაკეთებული როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ასევე გერმანულ კანონმდებლობაში, სადაც ხაზგასმა იმაზე, რომ მარტო მედია კონტაქტი თუნდაც იქნება ეს ტელევიზიის თუ სოციალური მედიის საშუალებით არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ინფორმირებული გადაწყვეტილება ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ესოდენ მნიშვნელოვანი საკუთარი უფლების რეალიზებისთვის, როგორც წყარო, ხელისუფლების წყარო ხალხი გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ გააზრებულად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამიტომ თუ კი ალბათ დამეთანხმებით, რომ აქ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როდესაც იმ პოლარიზებულ მედია გარემოში, რომელიც სამწუხაროდ არის საქართველოში, ხდება თვალყურის დევნება და მოსმენა ან ყურება მხოლოდ ერთი მიმართულების, უცხოეთში ბევრად რთულია სხვა ალტერნატიული აზრის, სხვა შეხედულებების გაცნობის და გააზრების შესაძლებლობა, ვიდრე საკუთარ სამშობლოში, იმიტომ რომ აქ მართლაც ხანდახან ჰაერიც კი არის გაჯერებული იმ პოლიტიკური მდგენელით, რომელიც არსებობს ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ქვეყანაში და მარტივი კომუნიკაცია ახლობლებთან, მარტივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ბევრად ხელს უწყობს არარეზიდენტ მოქალაქეს გადაწყვეტილების ფორმირებაში, ვიდრე მხოლოდ პოლარიზებული ერთი მიმართულება. აქ ხომ არ ვამბობ ეს რაღაც სახელისუფლებო მიმართულება თუ ოპოზიციური მიმართულება. ეს არის ის წყაროები, ის რესურსი ინფორმაციის, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ. ამიტომ რომ გაჩნდეს ალტერნატიული აზრის მოსმენის, გააზრების მეტი საშუალება, ამიტომაც არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი ამ რეგულაციის შეტანისა კანონში, რაც გულისხმობს უცხოეთის ნაცვლად სწორედ საქართველოში ქართული მდგენელის გათვალისწინებით საარჩევნო უბნებთან გადაწყვეტილების მიღების. მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენთვის კარგად არის გასაგები ის შესაძლო გამოწვევები, რომელიც ამ ასე ვთქვათ კონკრეტული უფლების განხორციელებას თან ახლდეს. იმიტომ რომ საჭიროა ქვეყანაში ჩამოსვლა, ქვეყანაში მოსვლა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აქ არის სიხშირის თვალსაზრისით 4 წელიწადში მხოლოდ ერთხელ საუბარი ქვეყნის შენ სამშობლოს მონახულების, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამან შეიძლება პოზიტიური ინსპირაცია შექმნას იმ მოვლენისთვის, რასაც ქვია ემიგრანტების სამშობლოში ჩამოსვლის ან დაბრუნების სამომავლო პერსპექტივები, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სახელმწიფო აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკის წინსვლის, ეკონომიკის ძრადი განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რომ შეიქმნას აუცილებლად ის პირობები, რაც ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს მიცემს ინსპირაციას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების, ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით და რაც ყველაზე მთავარია, გააზრებული საპარლამენტო არჩევნებზე გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად არის აუცილებელი აქ იღებს კანონმდებელი გადაწყვეტილებას, არის შემოთავაზება, რომ იყოს აუცილებელი ჩამოსვლა საქართველოში პოლიტიკური მდგენელის გააზრება და შემდგომ ისე გადაწყვეტილების მიღება. ამაზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლო, ამაზე საუბრობს სტრასბურგის სასამართლო, ამაზე საუბრობენ გერმანელი კონსტიტუციონალისტებიც, როდესაც სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ეს პირველი კითხვა. რაც შეეხება მაჟორიტარების თემატიკას, ნახეთ, კი, აქ ჩვენ მხოლოდ პროპორციული არჩევნები არ აქვს, მართლმსაჯულებით არის მაჟორიტარობის სეგმენტი თვითმმართველობის არჩევნებზე შენარჩუნებული, მაგრამ აქ ისევ და ისევ უბრუნდებით ხალხთმოსოფო ერთ მნიშვნელოვან ჩვენთვის პოლიტიკურად პრიორიტეტულ საკითხს. რატომ გაუქმდა ბლოკები? ბლოკები იმიტომ გაუქმდა, რომ პარტიული დემოკრატია უნდა განვითარდეს და უნდა პარტიული სიძლიერე იგრძნოს ჩვენმა საზოგადოებამ. აქ არა აქვს მნიშვნელობა სია, იქნება ეს თუ მაჟორიტარი კანდიდატი, ის ადამიანი, რომელიც ან სიაში ჩაიწერება, როგორც პარტიის სიის წევრი, ან მოხდება მასზე გამახვილება აქცენტის როგორც მაჟორიტარი, უნდა იყოს იმ პარტიის წიაღიდან, რომელიც საკუთარ ამორჩეველს თავაზობს კონკრეტულ პლატფორმას, კონკრეტულ წესს მდგომარეობისთვის, პოლიტიკური მდგომარეობისთვის, მისი აზრით გასაუმჯობესებლად თუ როგორც არის. ანუ მაჟორიტარი კანდიდატიც არის ის ადამიანი, რომელიც პარტიის წიაღიდან უნდა იყოს მთელი საზოგადოებისთვის სასურველი, რომ მას მხარი დაუჭირონ და არა უბრალოდ ცნობადი სახეების არჩევა და მათზე რაღაცა პარტიული ვალდებულებების გადატანა. პირიქით უნდა ხდებოდეს, ამ ცნობად სახეს უნდა მოწონდეს პარტია, უნდა იყოს მისი წევრი და მერე უნდა ხდებოდეს მაჟორიტარად მისი წარდგენა. ეს არის ეს არის პარტიული დემოკრატიისთვის მართებული გზა. რაც შეეხება ირლანდიას და ასე შემდეგ მიდგომებს. მე არ გთხოვთ ჩემს მოსმენას მხოლოდ და დაჯერებას. გადაავლეთ თვალი ბოლო იფსოსის კვლევებს, გადაავლეთ თვალი საქართველოში სასამართლოს მდგომარეობის ამსახველ ავტორიტეტული ორგანიზაციების რეცენზიებს, დაითვალეთ სტრასბურგში წასული საჩივრების რაოდენობა 2012 წლამდე რამდენი იყო და 2012 წლის შემდეგ რამდენია და მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ საკმაოდ არაწონადი არგუმენტი მომიყვანეთ, როდესაც თქვენ ირლანდიაზე და იქ სასამართლო სისტემაზე მესაუბრებოდით ქალბატონ სოფო. რეალურად სასამართლო სისტემა ისეთი როგორი დღეს არის საქართველოში, ამ საკითხთან კოლერაციაში საერთოდ არ მოდის, ის ბევრად უფრო მაღალ ხარისხზეა, ვიდრე ის კვლევები, რომელსაც ზოგ-ზოგი ერთი ადგილობრივი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაცია შეგნებულად ახორციელებს. და ეს უფრო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს დაუგდოთ ყური, ისეთი როგორც არის იფსოსი, ამ შემთხვევაში ჯობია და ის რომ ირლანდიაში ეს არის აპრობირებული მეთოდე და არა მხოლოდ ირლანდიაში. თავისი კონკრეტული ახსნა აქვს ამას. ირლანდიას, როგორც ისრაელს, როგორც საქართველოს გააქვს ერთი და იგივე მოცემულობა, ერთი და იგივე პრობლემატიკა, ამიტომ ეს გააზრებული პოლიტიკური არჩევანი არის ჩვენი მოქალაქეების, არარეზიდენტი მოქალაქეების მიერ გასაკეთებელი საქართველოში და არა მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება საელჩოს თანამშრომლებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იქნება საარჩევნო, იქნებოდა, ამ მოქმედი ჯერჯერობით მოქმედი კანონით, ისევ იქნება საარჩევნო უბნები უცხოეთში, სადაც 50 და მეტი ამორჩეველია. დღესაც ამ კანონის მოქმედების პირობებში საელჩოებში ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეთი უბნები არ შექმნილა, იმიტომ რომ იქ ამდენი ამორჩეველი არ იყო. შესაბამისად, იმ დიპლომატებს, იმ ელჩებს თუ მათ სტაფის წარმომადგენლებს იქაც სამწუხაროდ არ ჰქონდათ ამ შემთხვევაში არჩევნებზე მონაწილეობის მიღების უფლება, იმიტომ რომ ის დანაწესი კანონის 50 ამორჩეველთან დაკავშირებით მოქმედებდა დღემდე. შესაბამისად, მოხდა გაიგივება, ხა ერთს ჰქონდეს უფლება, მეორეს არ ჰქონდეს უფლება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ეს
პრინციპი ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ, ამიტომ რადგანაც ერთიანი მიდგომა არის საკუთარ ქვეყანაში ჩამობძანება და აქ გააზრებული არაზეწოლით, მით უმეტეს კარგად მოგეხსენებათ თქვენ, რამდენი სამწუხარო მეთოდი არსებობს დღეს არჩევნებში ხელის შეშლის, არჩევნებში ჩარევის, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მით უმეტეს უცხო სახელისუფლებო მმართველობის პირობებში მით უმეტეს და მით უმეტეს იქ, სადაც პრაქტიკულად ფიზიკურად ვერ იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მითითებები და კანონის დანაწესები დადგენილი, იგივე მაგალითად საარჩევნო უბანთან ხარი კონკრეტული მეტრაჟი გათვალისწინებული, რომლის ახლოსაც არ შეიძლება პროპაგანდირება. მაგას ვინ უზრუნველყოფს? საელჩოს უცხოელი პოლიციელი, დამცველი უცხოელი პოლიციელი? მისთვის არ არის ამოსავალი წერტილი, არც ეს კანონი და არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მითითებები, იგივე უბნის დაცულობასთან დაკავშირებით. ამიტომ არის ბევრი მიმართულება, მრავალწახნაგოვანი საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მე მესმის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არის აქტუალური და პირიქით მზად ვართ ჩვენ ყველანაირად, მაგრამ ის ძირითადი და ცენტრალური ხაზი, ასევე ის სიმართლეები და ჭეშმარიტებები, რომელზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ასეთად იყოს და თქვათ არა ინტერპრეტირებული, ვთქვათ, რომ აი ამ კუთხით შეხედოთ ამ ყველაფერს და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის, ჩვენი არარეზიდენტი მოქალაქეების საარჩევნო უფლების გააზრებული ღია გამოვლენისთვის და ამ პროცესის უზრუნველყოფისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს საზღვრებს შიგნით განახორციელებს და ამას ის ვერ იზავს სხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. კეთილი, მადლობა ბატონო დავით დასასრულს კომენტარისთვის. გამოხადავ მე ჩემს პოზიციასაც. პირველი მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა და არაერთხელ მინახავს სამუშაო ჯგუფით შექმნილი საქართველოს პარლამენტში, არაერთ კომიტეტის ხდომაზე მიმიღა მონაწილეობა, სადაც შექონდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსებში, მაგრამ ვინმე ოდესმე გამოეხატოს უკმაყოფილება იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების დროს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არ იხსნება. აი ეს საკითხი რომ ვინმეს ოდესმე დაეყენებინოს საქართველოს პარლამენტში, რომელიმე სამუშაო ჯგუფში, კომიტეტის რომელიმე ხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა დავითმაც აღნიშნა, რომ 100-ზე მეტი ცვლილება არის შესული ბოლო წლების განმავლობაში საარჩევნო კოდექსში, ერთი ესეთი შემთხვევაც კი არ მახსენდება. აქედან გამომდინარე, მაშინ ლოგიკური იყო და სწორი იყო, რომ იგივე პოზიცია ქონოდათ კონკრეტულ აქტორებს თვითმმართველობის არჩევნებზეც, საპარლამენტო არჩევნებზეც და ნებისმიერ სხვა არჩევნებზეც, მაგრამ ესეც უბრალოდ მე საზოგადოებისთვის ვამბობ ამას, რომ კიდევ ერთხელ განსხვავებოთ, როგორი არის ხშირ შემთხვევაში ორმაგის სტანდარტის პოზიციონირება სხვადასხვა საკითხებზე. მეორე რაც შეეხება კონსტიტუციას, კონსტიტუცია განსაზღვრავს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებს და ამის ვალდებულებას და ეს კანონი ამ საკითხებთან მიმართებაში ასაკურველი არანაირი შემხებლობაში არ არის და უფრო მეტიც თუ ჩვენ ამ შემთხვევაში ოპოზიციის ნარატივს გავყვებით, აღმოჩნდება, რომ ესეთი ქვეყნები, რომლებიც სწორედაც რომ დიდი დიასპორით გამოირჩევიან საერთაშორისო დონეზე, როგორიც არის ისრაელი და ირლანდია, მაშინ გამოდის, რომ ეს ადამიანები საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან, პატივს არ სცემენ და მათ უფლებებს ლახავენ. ანუ ხშირად ხდება ხოლმე ესე, რომ ოპოზიციას უნდა რომ გააკრიტიკოს ქართული ოცნება, გააკრიტიკოს საქართველო, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ხოლმე, რომ აკრიტიკებენ ან ევროპას, ან რომელიმე ქვეყანას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ასე შემდეგ. ბევრი გვაქვს ესეთი შემთხვევები. კეთილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ განხილვაში მონაწილეობისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ სავალდებულო წესით გამიხილავდით და წინ არის კიდევ ასევე წამყვანი კომიტეტის საკითხის განხილვა და იქაც გვექნება ყველა შესაძლებლობა ჩვენი პოზიციები გამოხატოთ. ეხლა თქვენის ნებართვით, ამიტომ ეს საკითხი შეგვიძლია განხილულად მივიჩნიოთ. ეხლა თქვენის ნებართვით, სანამ ჩვენ გადავალთ მეოთხე საკითხზე, როდესაც უკვე UPR-ის მეოთხე ციკლის ანგარიში მოვისმენთ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს მინდა დაუბრუნდე, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევას ეხება და მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტის 35 მუხლის კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება ჰყავდეს 3 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე და 2 მოადგილე და მოგეხსენებათ ამჟამად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტი ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 10
ნოემბერს საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა ხალხის ძალა კომიტეტს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად წარადგინა კომიტეტის წევრი ზურაბ ქადაგიძის კანდიდატურა იმავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს კომიტეტი ირჩევს ღია კენჭისყრით სით შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ ეს ნიშნავს, რომ 5 ხმით უნდა იქნას არჩეული კანდიდატურა. თქვენის ნებართვით მე დავაყენებ კენჭისყრაზე ბატონი ზურაბ ქადაგიძის კანდიდატურას, ვინ არის მომხრე დაუჭიროთ მხარი. კეთილი 5 ხმით არჩეული არის წინააღმდეგი, თუ არის ესეთი 5 ხმით 1 წინააღმდეგი ბატონი ზურა არჩეული არის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და შესაბამისი ცნობა რა თქმა უნდა გადაეგზავნება უკვე საქართველოს პარლამენტის ბიუროს ულოცავმას. ის დღეს არ იმყოფება კომიტეტის ხდომაზე, ვინაიდან გასვლითი შეხვედრა არის დემოგრაფიასთან დაკავშირებით და იქ იღებს აქტიურ მონაწილეობას. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ის ჩვენ კომიტეტის საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული, ასე რომ ულოცავმას და წარმატებებს უსურვებ. ხა კი გადავიდეთ მეოთხე საკითხზე, ეს საკითხი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის, როგორც აღნიშნე, მეოთხე ციკლის ფარგლებში გაწეულია საქმიანობის შესახებ. ეს არის ანგარიშის პროექტი 2025 წლის საქმიანობას ეხება ადამიანის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, მომხსენებელი არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხათუნა თოთლაძე და მას ვთხოვ წარმოგვიდგინოს მეოთხე ციკლის ანგარიში. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტს. უპირველეს ყოვლისა მსურს მადლობა გადაუხადო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დღევანდელი განხილვის ორგანიზებისთვის, როგორც ეს კომიტეტი, ასევე პარლამენტის სხვა კომიტეტები აქტიურად არიან ჩართული გაეროს შესაბამის კომიტეტებსა და ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარსადგენი ანგარიშების პროექტების განხილვაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესრულების მონიტორინგის კუთხით. ანგარიშის მიზანია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიაწოდოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ანგარიშის პროექტი მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართული იყო როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ანგარიშის პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარადგინა სახალხო დამცველის აპარატს მისი წინააღმდეგობისა და მოსაზრების გაზიარების მიზნით და შესაბამისად მსურს მადლობა გადაუხადო სახალხო დამცველის აპარატს თავისი მოსაზრებების გაზიარებისთვის. ანგარიშის პროექტი შედგება 2 ნაწილისგან, უშუალოდ ანგარიში და საქართველოს მიერ წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ამსახველი ცხრილი. 2021 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში საქართველოს მიიღო 285 რეკომენდაცია და აქედან მხარი დაუჭირა 257 რეკომენდაციას, ამასთან საქართველოს ადგილზევე არ დაეთანხმა რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას, ნიკარაგუას და სირიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერის გამო. ანგარიშის პროექტში ცალკე თავი ეძღვნება ინფორმაციას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე ითარგმნა ანგარიში ინგლისურ ენაზე, საპარლამენტო განხილვების შემდეგ დოკუმენტს მიეცემა საბოლოო სახე და ოფიციალურად წარადგინება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, პენიტენციურ სისტემაში რეფორმების, ადამიანთა ვაჭრობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის, რელიგიის, გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების
ცხოვრების უფლების, ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და დასაქმების, ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. ანგარიშის პროექტში ხაზგასმულია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, რომელთა შორისაა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 22-30 წლებისთვის და მისი იმპლემენტაციის მიზნით დამტკიცებული საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 24-26 წლების სამოქმედო გეგმა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ასევე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 22-24 წლებისა და ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 22-24 წლების სამოქმედო გეგმები. როგორც უკვე აღინიშნა, ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია, მზარდი მილიტარიზაცია, საოკუპაციო ხაზზე მავთულხართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ სივრცეებში აღნიშნული რეგიონების ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ამის შედეგად ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები. საოკუპაციო ძალის მიერ ხდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება და არასათანადო მოპყრობა, ადამიანების უკანონო დაკავება, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, ცხოვრების, საკუთრების და გადაადგილების თავისუფლების ხელყოფა, ჯანდაცვის უფლების შეზღუდვა და სხვა. ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის პრაქტიკის ნაწილში ანგარიში აღნიშნულია უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ორი უდანაშაულო მოქალაქის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობის ფაქტები. ცალკე ყურადღება ეთმობა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონო დაკავების სისტემატურობას და არახუმანურ მიდგომებს. ანგარიში ასევე აღნიშნულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო აღმართული ეგრეთ წოდებული გადასასვლელების პერიოდულ და ხანგრძლივად დაკეტვის ფაქტებზე ამ უკანონო შეზღუდვების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე არაერთი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის სამწუხაროდ 2023 წლის იანვარში წლინახევრის ბავშვი, რომლის ახალგორიდან თბილისში სამკურნალო დროულად გადმოყვანა სწორედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა და დაბრკოლებების გამო ვერ მოხერხდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას. ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომა შეზღუდული აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება. დოკუმენტში ცალსახად აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ და ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, რაც ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდენების შესახებ მიღებულ განჩინებებში. ამავე კონტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და იყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ სხვა ბერკეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპაციის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ანგარიშის შემადგენელი ნაწილია 2021 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-13 წლის ფარგლებში საქართველოს მიერ მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის სამსახველი ცხრილი, რომელიც ასახავს შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მიზნით 5 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესს და მის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების აღსრულებას ხელისუფლება განიხილავს როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტს და გზამკვლევს განახორციელოს შემდგომი ყოვლის მომცველი რეფორმები ადამიანის უფლებების მიმართულებით. დეტალურად იმ საკითხების ჩამონათვალს, რაც ანგარიშია ასახული, აღარ განვაგრძობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მას უკვე გაეცანით. იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ანგარიშის პროექტის მომზადებაში, დღეს აქ იმყოფებიან და დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად ისინიც მზად არიან უპასუხონ დასმულ კითხვებს დაინტერესების შემთხვევაში და წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ გამოთქვათ მზადყოფნას, დოკუმენტში ავსახოთ თქვენი შენიშვნები და კომენტარები, მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა ანგარიშს საბოლოო სახე და გაიგზავნება ადამიანის უფლებათა საბჭოში. დიდი მადლობა მზად ვართ კითხვებზე პასუხებისთვის. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა წარმოდგენილი ანგარიშისთვის. თუ გაქვთ კოლეგებო კითხვები, მოსაზრებები? რომ გამოვაგზავნოთ შესაძლებელია ხო ჩვენი მოსაზრებები ამ ყველაფერთან ანგარიშთან დაკავშირებით? ასთან დაკავშირებით. ქალბატონმა ძალიან აიხარო, რომ შეგვიძლია წერილობით
მოგვაწოდოთ იმ წერილობით შეიძლება მიეწოდოს კომიტეტის საბოლოო დასკვნა რაც არის, რაც კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით იგზავნება. ამ შემთხვევაში თუ რაიმე საკითხები არსებობს, სადაც შეგვიძლია კრიტიკული მოსაზრება გქონდეს, ყოველთვის უპირიანი არის ხოლმე, რომ კომიტეტის ხომისთვის მომიზადოთ და იქ გავაჟღეროთ ეს საკითხები. თუ გაქვთ მომზადებული, შეგიძლიათ გააჟღეროთ. კომენტი მაქვს მომზადებული და ამიტომ გამოგიგზავნით. კეთილი, კარგი, მაშინ გამოგიგზავნით. კეთილი. ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობისთვის, რომელსაც ის ეწევა და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგი პარტნიორები ვართ, განსაკუთრებით გაეროს პლატფორმების დროს, როდესაც ხდება ანგარიშების წარდგენა, იქნება ის სხვადასხვა კონვენციების საფუძველზე წარდგენილი ანგარიშები კომიტეტებისთვის გაეროში, თუ იქნება ის ანგარიში, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, ამ მის საბოლოო რედაქციაზე მუშაობის დროსაც ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ, გვაქვს ინკლუზიური პროცესი აქან გამომდინარე და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი არის ის თანამშრომლობა ნამდვილად, რომელიც სამხრივ გვაქვს და კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით ამისთვის და თუნდაც ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი შედეგი არის ისიც, რომ უკვე შესასრულებელ დავალებებში ჩვენ აღარ გვიწერია გაეროს შშმ-თა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რომელიც მაშინ პირველად UPR-ის ფარგლებში ავიღეთ ამისი ვალდებულება და შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტმა დაასრულა ეს პროცესი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. წინ გადადგმული ნაბიჯი, გარკვეული მოსაზრებები გვაქვს, რითაც ვფიქრობ, რომ გამდიდრდება საბოლოო ანგარიშის ტექსტი, თუნდაც იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტში განხორციელდა, კერძოდ 21 გვერდიდან რაც იწყება ანგარიში, ეს არის შშმ-თა მიმართულებები, ხა შეგვიძლია ეს რომ მზარდი ბიუჯეტის საკითხი თქვათ ასევე აღნიშნოთ და ხა ჩვენ იცით რომ პროცესში ვართ და უკვე ძალიან მალე უკვე დეკემბერში მივიღებთ ახალ ბიუჯეტს, მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დავამტკიცებთ და აქ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასიგნებები, რომელიც შშმ-თა სერვისების გაძლიერებისთვის, არა მხოლოდ სოციალური პაკეტის, არამედ სერვისების გაზრდისთვის არის გამიზნული და ასევე ის ტერმინთა აცვლილებების საკითხი, რომელიც ასევე ჩვენ ამისი ვალდებულება გვქონდა მათ შორის გაეროს შშმ-თა კომიტეტიდან რეკომენდაციებიდან გამომდინარე ესეც შესრულებული არის და ამით კიდევ ჩვენ დასკვნაში ავსახავთ ამ საკითხებს. როგორც ხედავ, მეტი კითხვები და მოსაზრებები არავის არ აქვს. დასკვნითი სიტყვა თუ გსურთ ხალბატონო ხალხთუნა და შეგვიძლია კენჭისყრაზე გადავიდეთ. კიდევ ერთხელ ასევე დიდ მადლობას გიხდით ესეთი ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის და ველოდებით თქვენს მოსაზრებებს იმისთვის, რომ ანგარიში ავსახოთ სრულყოფილად ინფორმაცია ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებთან მიმართებით. მადლობა. კეთილი, დიდი მადლობა. საკითხი განხილული არის, ჩვენ სამ საკითხს უნდა უყაროთ კენჭი და შეგვიძლია დავიწყოთ, გადავიდეთ კენჭისყრის პროცესზე. პირველი კენჭი ეყრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა კოდექსში შესატანცულებებს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში, ასევე ეს არის ერთი პაკეტი, რომელიც ბატონმა ალექსანდრე ტარახველიძემ წარმოგვიდგინა, ვინ არის მომხრე რომ დაუჭიროთ მხარი. საკითხი მხარდაჭერილია და შემდეგი საკითხი არის საარჩევნო კოდექსში თამდეო ინიციატივებთან ერთად, რომელიც პარლამენტის წევრმა ბატონმა დავით მათიკაშვილმა წარმოგვიდგინა, ვინ არის მომხრე რომ დაუჭიროთ მხარი. კეთილი მხარდაჭერილი აღნიშნული ინიციატივას და ბოლოს ჩვენ უკვე დადებითად ერთ წინააღმდეგი არის თქოთ დავაფიქსიროთ ოქმში და ბოლო საკითხი, რომელსაც კენჭისყრაზე ვაყენებ დღეს, ეს არის უკვე დადებითად უნდა შევაფასოთ ის ანგარიში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალბატონმა ხათუნა თოთლაძემ წარმოგვიდგინა, რომელიც UPR-ის მეოთხე ციკლის ანგარიში ხებოდა. ვინ არის მომხრე რომ დადებითად შეფასდეს, აღნიშნული საკითხის დადებითად არის შეფასებული. ამით მეგობრებო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას კომიტეტში მონაწილეობისთვის, მადლობას მოვახსენებ სტუმრებს, ვინც მოვიდნენ კომიტეტზე და ჩვენთან ერთად იყვნენ წარმოდგენილი. ჩვენ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მიმდინარე კვირას სავარაუდოდ დაგვჭირდება კიდევ ერთი კომიტეტის სტუმრობა, რომელსაც დღეს ოფიციალურად უკვე რეგლამენტის დაცვით ანონს გამოვაქვეყნებთ და ასევე ორშაბათს იქნება საჭირო კომიტეტის სტუმრობა, სადაც იმ საკითხებს განვიხილავთ, რომელიც კომიტეტს როგორც წამყვან კომიტეტს აქვს ბიუროდან მონიჭებული. ასევე რომ აღნიშნული სტუმრობა კი დასრულებული არის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.